ვიღაცამ მომწერა Skype-ში რა თქმა უნდა და აი მომყიდეო რა. ოღონდ ჯერო წდომა მომეციო და მე გადაგიხდი ფულსო და დაიფიცა მამის სული. აი მე დაგსკამეს. და მამის სული რო დაიფიცან პატარა ვასკას ფიქრები იყო ეგეთი რომ ანუ მამის სული დაიფიცა მამა გარდაცვლილი ყავს ეს არ მოიტყუება ანუ მამა გარდაცვლილ მამას როგორ დაიფიცა აი მაგ ფიქრებში და უეჭვი კი მეტი რა საიდან მოვიდა საერთოდ ამ კლიპის იდეა რა ზუსტად რა ძალიან მიყვარს ქართული ფილმები. ჯერ ბოდიში სანამ უშუალოდ მაგას დაიწყე. კლიპი რა არის? აი რომ მე ვიცი, მხვდება რაღაცები, მაგრამ მაინც არ გავიგე. არ გეწყიროს რა საკეთებს არა, ნეტვორკინგი ძალიან მნიშვნელოვანია. ნებისმიერ ივენთი შეიძლება არც იყოს რა. რა თქმა უნდა, ეხლა ვებსამინზე გაცილებით მეტი ვიღაცას ნახულობ, ვიდრე რა ვიცი, თუნდაც აქსელის ივენთი, მაგრამ აქსელის ივენთში შეიძლება სხვა ტიპის ხალხი ნახო რა. და სხვანაირად დაგეხმარნო და სხვანაირად რა ვიცი ვინმე გაიცნო შეიძლება ინვესტორი გაიცნო შეიძლება დეველოპერი გაიცნო ისე ბევრი ვინმე შეიძლება გაიცნო რა შეიძლება შენაირი ადამიანი გაიცნო რომელიც არც ერთია მაგრამ აი ბევრ რაღაცაში ვიყო პირველი შეხვედრაზე ლუძე დამპატიჟას ფოტოშოპის გახსოვს კომპანიით ვიხდით გამარჯობა ეს არის დევთერაპის 33 ეპიზოდი შეგახსენებთ რომ ჩვენი სპონსორი არის Texi ხოლო ჩვენი პარტნიორი არის JetBrains-ი. წინა ეპიზოდში ჩვენ გავათამაშებთ JetBrains-ის ლიცენზიები და ამ თვის ბოლოს ასევე გავათამაშებთ JetBrains-ის მოლიგ ლიცენზიას. გთხოვთ მეგობრებო აგრეთვე რომ დაგვალაიქოთ და დაგვასაბსკრაიბოთ, იმიტომ რომ აქტიურ ფაზაში შევდივართ ძალიან ეპიზოდების ჩაწერის და მაქსიმალურად დაგვჭირდება თქვენი საპორტი. დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის ვასკა ჩადუნელი, ოქროს ადამიანი, ჩემი მეგობარი აგრეთვე. რომელიც არის კლიპის CTO და დანარჩენზე მოგვიყვება თვითონ ვასკა. ვასკა როგორ ახარ? გამარჯობა, კარგად. როგორ თავად თქვენ? ძალიან კაი, აი მაგ ემოციებში ვარ. ძალიან კაი. ჩამჯდარია მაგრამ. კი, ამაზე მე აი წეღანას ნაცვალებია და ნაფიქრია. ძალიან ნაცვალები გვაქვს მართლა, αλλά რაღაცები შესაძლებელი გვაქვს. თან ახლა ახალი ის რო იწყება სეზონი ეპიზოდების ჩაწერის, ვცდილობთ რომ მაქსიმალურად გადავაკეთოთ რაღაცები და მაგაზე სიახლეებს აუცილებლად ვიტყვით. დიზაინერი ყავს თუ? არის რაღაც გეგმები. ძალიან კაი. ვასკა მინდა რომ აი თავიდან დავიწყოთ, პროსტა რომ მაყურებელმა ვინც არ იცის, გაგიცნოს ვინ ხარ, საიდან მოხვედი, რა გზა გაიარე, რა გჭირდებოდა და ასე შემდეგ. ო მადლობა პირველ რიგში ავტომოწვევისთვის, თორნიკეს მოკითხვა აქედან. მოკლედ გზა ხო ცოტა დიდი იყო, უცნაური. მაგრამ აი შენ და თორნიკეს გზები ხო გაყოფილი, ანუ თორნიკემ რაღაცა თვითნასწავლი, შენ აი უნივერსიტეტის სწავლა. აი მეც უნივერსიტეტის სწავლის მხრიდან ვარ. ოღონდ მანამდე იყო რაღაცა ბექგრაუნდი რა. მოკლედ მე დავიწყე 12 წლის ვიყავიან 11-ის მუსიკას დავდივდი რაღაცა ბავშვობიდან ხალხური სიმღერა რაღაცა ცეკვა ჩვენი ოჯახის ის არის და მუსიკას დავდიოდი და ერთ-ერთ რაღაცა მუსიკის გაკვეთილზე, სიმღერის გაკვეთილზე ჩემ სკოლელმა ბიჭმა, რომელსაც ვიცნობდი მუსიკიდან რაღაცა იცოდა რომ კომპიუტერები მიყვარდა და აი კაუნტერს თამაშობდი და რაღაცა GTA-ში სწრაფად კოდებს წერდი და აი რაღაცა ეგ ტიპი ვიყავი რა. და მითხრა რომ საიტი გავაკეთეო რა და ანუ ჩემთვის საიტი იყო რა იცი ანუ როგორ გააკეთა ღმერთია ეს ბიჭი რა და ну მოკლედ როგორც იყო ეს კი გამოვკითხე ყველაფერი რაღაცა როგორ ქენი, სად ქენი, მანახე საერთოდ ეს რა გააკეთე რა და მაშინ აი თუ გახსოვს შენც იცი ვარეზ საიტები რა ყველაფერი რო იტყვი ნონეჯი და ხო აი ეგ პერიოდია რა ხო და ანუ მანახა რომ რაღაცა უქოსკომი გეხსოვნება უქოსკომზე საიტი რაღაცა გვერდზე მენიუები რაღაცა ონლაინ ამდენი მომხმარე ორნი ვიყავით მე და ეგ და აი ძალიან მაგარი მაშინ მე ძალიან აი мотиваციაც მომეცა თან ძალიან ინტერესში ჩავარდი და მეთქი რა ვქნა. მაშინ ჯერ კომპიუტერით არ ხარ დიდად დაინტერესებული. არა, კომპიუტერით სულ ვარ რა, ოღონდ საიტები და მე არა, კაუნტერს თამაშობ. კაუნტერის მოთამაშე ვარ რა, გეიმერი. კლანში ვარ და მოკლედ ეს რომ ნახე ძალიან მუღამი მაქვს და მე ეგრევე ვკითხე მეორე გაკვეთილზე რომ რა ვქნა მეთქი, როგორ დავიწყო ეს ყველაფერი და რაღაცა მითხრა აი უქოსკომზე შეხვალ რეგისტრაცია მეილი გავაკეთე რაღაცა მეილ.ru რა თქმა უნდა მაშინ მეილ.ru და პოსტა იყო რა Yahoo.com-ით შიგადაში Yahoo.com იყო მაგრამ ეგ ცოტა ალბათ ცოდნეები შევიდა ჩვენთან ეგ იყო და ну როგორც იყო ეს უქოსკომის პირველი საიტი გავაკეთე და არაფრის აზზე არ ვარ რა ჩავრთე დეფოლტად რაღაცა მწვანე თუ ყვითელი თუ რაღაცა
თემა რაც დაყენდა და მეც მიხარია Twitter-თან და სახელი მოვიფიქრე first, ანუ პირველი, რაღაცა პირველი ვარეზი. რაღაცა ეგეთი ის იყო რა. ლოზუნგივით. Hello world-ის ვასწავლე დომენი. ხო, აი first-ი უნდა ყოფილიყო და რაღაცა დომენი მქონდა და აი მაქედან დავიწყე და რეალურად კარგახანი მაგ level-ზე ვიყავი რა, იმიტომ რომ არაფრის აზზე არ ვიყავი, არც მაშინ ხარ რესურს, არც ძებნა არ ვიცოდი, ერთ-ერთი თავარი რაც არის რა ჩვენ სფეროში და ანუ უბრალოდ რაღაცებს ესე გადავაგდე, გადმოვაგდე, გაფუჭდა, თავიდან ვიწყებდი. და ანუ აი მაგ რეჟიმში არავითარი source control-ი არ არსებობდა. არა, რა source-ი. source-ი რა იყო, ჯერ ეგ არის თავარი და როგორც იყო აი სამუქოზის პანელიდან რაღაცა drag and drop-ით რაღაცები წავშალე, ზოგჯერ გავაკეთე და ერთ-ერთი რაც დაუმუღამე იყო, რომ იქ რაღაცა ედიტორის ვითქონდა რა, ეს თემებს ცვლიდი და აი HTML-ის div ბლოკი რო იხსნებოდა და იხურებოდა რაღაცა აი თვალი რო დაინახავს და ხვდები რომ რაღაცა დაიწყო, რაღაცა დასრულდა მართლა რა, აი რაღაცა თან ტაბულაციაც ისე იყო რომ ხვდებოდი და რაღაცა აი ერთ ნაწილს მოვკიდებდი ხელს, წავშლიდი, დავასეივებდი, წავშლიდი არა უბრალოდ Word-ში დავაკოპირებდი Microsoft Word-ში. შევიდოდი საიტზე, აი რაღაც რაც გაქრებოდა, ის იყო ეგ რა. და აი მაგ რეჟიმში ვისწავლე ბრწყალებში HTML და უქოს ხომ და შემიძლია რომ რაღაცები მეკეთებინა რა. აი მაქედან დავიწყე მოკლედ და მე რა თქმა უნდა კლასელებთან პიარი მიდის რომ აი მე საიტი. ხო, რა თქმა უნდა, ეხლა მე საიტი რო გავაკეთე რაღაცა ისტორიის გაკვეთაზე რატო არ ვიცი, მაგრამ საიტზე პრეზენტაცია გავაკეთე თუ რაღაცა ეგეთი 10-იანი მივიღე და ნუ აი მაგ ამბებში ვარ. მე რაღაცა ნელ-ნელა დავამუღამეთ რომ აი ქვედომენი არსებობდა საბდომენი და ვიღაცები ყიდნენ, მე G დომენი რაღაც კავკასიაში უნდა ჩამოსულიყავი ვაჟაზე, ნუ აი თან ფული ყიდა 30 ლარი. ძალიან დიდი ფული იყო და ვიღაცისგან ავიჯისგან თუ გახსოვს ავიჯი, ვიყიდე საბდომენი 3 ლარი მივეცით, რაღაც იმანიზე ჩაურიცხე და რაღაც საბდომენი მაცა რაღაცნაირად ეს მასწავლა თუ ვისწავლეთ რაღაც როგორ მივაბა და ჩემი რაღაცა first რაღაცა გახდა first ავიჯი და G მქონდა უკვე და აი ჩემ ამბებში ვიყავი რა. რაღაც მაგ ამბებში ვიყავი დიდხანს. მე ნელ-ნელა დავიხვეწეთ აგერ შენც პოდკასტი. რო მაშინ არ გიცნობდი, მაგრამ მაშინ ვიცოდი რომ ვიღაცა ავთანდილი თუ არ მახსოვს ხა username რა იყო, მაგრამ რაღაცა ეგეთი იყო რა. მაგარ ვიდეოებს წერდა ის ბიჭა, მწვანე საიტი მახსოვს რატომღაც იყო ხო, მწვანეც ალბათ ხო? აი ეგ პერიოდიდან მაგ დროს მეც მქონდა ოღონდ ვიდეო გაკვეთილების საიტი რა. ასე ისწავლე წერტილი in ინდიას 4 ლარი ღირდა და იაფი იყო. ეგ ძალიან ის იყო რა ქვია ტრენდი იყო რა ყველა ვიდეო გაკვეთილებს იღებდა რა. კი და რაღაცა YouTube-ზე ჯერ არა YouTube-ზე არა დიდი ბოდიში. მე YouTube-ზეც ტვირთავდი, ორივე გამტვირთავდი, იცი დაუმუღამე. იმიტომ რომ ერთ-ერთი ვიდეო მქონდა როგორ ავტვირთოთ ვიდეო YouTube-ზე. ოკეი. მაგის მერე მეც დაუმუღამე და მეც ტვირთავდი. აი მოკლედ ძალიან ამბებში ვიყავი და მან იყო ერთი მომენტი რომ რაღაცა ბანაკში მივდიოდი რა. და ხო იცი აი შენს გექნებოდა რადგან გქონდა საიტი ვის ჩავაბარო, იმიტომ რომ მოდერატორები მყავდა, ვიღაცები ტვირთავდნენ და მივდივარ და ბანაკში არა ტელეფონი მაშინ არ იყო და ნუ კი იყო, მაგრამ ჩვენ მე არ მქონდა. Skype-ში ვიღაცასთან უნდა ჩაგებარებინა და ვერავინ ვერ მოვიფიქრე, ჩემმა მეგობრებმა ჩემი მეგობრები ეგეთი ვებმასტერები არ იყვნენ, რაღაცა მაშინ ვებმასტერი სიტყვა იყო და მეთქი მოდი გავყიდი რა. გავყიდი ფასზე ვფიქრობ და 17 ლარი დავადე. ანუ ისეთ ფასი და ნუ მოკლედ ორი შაურმა მოვიდიოდა რა. არა, მაშინ შაურმა მაგრამ ნუ 17 ლარი არ ვიცი საიდან მოვიდა ეს ფასი, მაგრამ ეგრე დავაფასე ჩემი. ოღონდ რამდენი მაქვს იცი ნაშრომი, ალბათ ერთი წელიწად ნახევარი ვიდეოებს წერ დღე-დაღამეს ვასწორებ რა. მოკლედ როგორც იყო დავადე 17 ლარი და ვიღაცამ მომწერა Skype-ში რა თქმა უნდა და აი მომყიდეო რა. ოღონდ ჯერო წდომა მომეციო და მე გადაგიხდი ფულსო და დაიფიცა მამის სული. აი მე დაგსკამეს. და მამის სული რო დაიფიცა პატარა ვასკას ფიქრები იყო ეგეთი რომ ანუ მამის სული დაიფიცა, მამა გარდაცვლილი ყავს, ეს არ მოიტყუება, ანუ მამა გარდაცვლილ მამას როგორ დაიფიცა. აი მაგ ფიქრებში და უეჭვი კი მეტი რა. მივეცი ეს პაროლი დამბლოკა რა თქმა უნდა და აი მთელი 2 დღე ვტიროდი, ალბათ აი ბანაკში წასვლა და დედა ჩემი მეხვეწევა რომ შვილო მოგცემ 17 ლარს და 20 მოგცემა. აქ ხო ფულზე არა ნაშრომია. ჩემი ნუ მოკლედ როგორც იყო ეს აი რაღაცნაირად გადავაგორე მე ბანაკმა თავისგან და ნუ ცოტა ხანი გავეშვი ამ ამბებს რა.
ესე აი ბუდიში სანამ გააგრძელებ, ანუ რამხელა ენთუზიაზმი იყო მაშინ ამ ჩვენს პატარა ჩვენ თავებში რა, რომ არავინ არაფერს არ გვიხდი და არავინ არაფერს არ იმაშია, რომ საკუთარი სურვილით არ ვიცი რა ქვია მაგას, საკუთარ ჭიას ვახარებდით თუ სხვის ჭიას ვუხარებდით, წერდით ამ ვიდეო გაკვეთილებს და სხვებს ვასწავლით რაღაცებს, ანუ ძალიან ისეთი რაღაცა რომ დღევანდელობაში ეგეთი რამე მე იშვიათად რა არ მხვდება ეგეთი. რატო ხო არიან აი YouTube-ზე ტუტორიალებს ვინც აკეთებენ? ვაჟო, ბევრი არ არის რა. მაგრამ ეხა ცოტა სხვა მიზანი აქვს, ანუ ეხა ცოტა სხვანაირად არის. მონეტიზაციას ჩალიჩობს ყველა და მაშინ შენ ჩალიჩო, იცოდი ვაფშე რა იყო. იცოდი. მაგრამ ერთი მომენტი იყო რა, ანუ არჩევა კომპლექსი იყო, მაგრამ რაღაცნაირად მინდოდა რომ ანუ აი განსხვავებულ რაღაცას ვაკეთე, ყველა არ აკეთებდა. აი ვიღაცას რო ვეტყოდი ეს ჩემია და ანუ გიждდებოდა რომ ვა რაღაცა რა მაგარი ხარ. აი ეგ შეიძლება სიამოვნებდა. შეიძლება რა უეჭველი სიამოვნებდა რა. ალბათ ეგეც იყო ერთ-ერთი მოტივატორი, მაგრამ თან მეორე იყო რომ რადგან სულ კომპიუტერთან ვიჯექი ეს კაუნტერიც კი სულ მიყვარდა, მაგრამ რაღაც მომენტში რომ დავიღლებოდი, ანუ განტვირთვაც იყო რა. თან რაც გაკვეთილებს რომ იმეცადინებდი, ფეხბურთს ითამაშებდი და რაღა უნდა გექნა რა. რაღაცა დრო გქონდა რა. ნეტა ეხლა მქონდეს მაგდენი დრო. მოკლედ აი მაგედან წამოვედი და ხო მე ნელა დაიხვეწა. პირველი ნაბიჯები ალბათ უკვე უნივერსიტეტში იყო, ხო ასე სერიოზული ნაბიჯები რასაც ქვია რა. იმიტომ რომ აი უნივერსიტეტამდე, ანუ ერთადერთი მომენტი იყო უნივერსიტეტამდე, ანუ ეს ხო განვითარდა უქოზე რაღაცა, მე data life engine-ი გახსოვს რა. დლე. კი. დლე. და მე გეოდლეს სერტიფიკატი. გეოდლეს კომი, masters G-გეც. ხო ნუ ანუ ეგ ხო იყო და ეს დლეზე რომ მივედი უკვე უქოზიდან განვითარდა. მე რაღაცა მომენტში G domain-იც ვიყიდე. მე იმას ვაკეთებდი რა ქვია. ფაილების ატვირთვა დავიწყე, რომ მეთქი მოპარვა აღარ რა, ავტვირთოთ. აი ეგრე ხო განვითარდა და აი დლეზე რომ მოვედი, რაღაც მომენტში მახსოვს რომ მქონდა ფილმების საიტი, იცი როდის აი სრულად.com-ი იყო ახალი დაწყებული და აი ქართულად გახმოვანებული ფილმი იყო, აი რა, ყველა მან შედიოდა. ხო. დავდექი და ანუ მოპარვა დავიწყე ლინკების კოპირება და მაშინ ვისწავლე როგორ არ ვიცი, მაგრამ ის თემების წერა, დიზაინების ჯერ დახატვა Photoshop-საც. მათ მაშინ ყველაფერი ერთში იყო. Adobe Dreamweaver-ი ხო? კი, Dreamweaver-საც ხმარობდი, კი. წვანე ის რა იყო ედიტორი. ნუ Photoshop-ი ვისწავლე რაღაც შემომესწავლა და ეს თემა დავხატე, დავჭერი, რაც პატარა სურათებად. მე არ ვიცი როგორ, მაგრამ CSS-ი, HTML, თემა დავწერე მოკლედ. ჩვეულებრივ კარგი საიტი და თან ზუსტად მახსოვს ჩემი მასწავლებელია მათემატიკის, აი ჩემი ცხოვრების ის არის კრედო რა ადამიანი, რაც მორის იმას მოკითხვა თუ უყურებთ რა. ხო და ანუ იყო ადამიანი, რომელიც ანუ ყველაფერს ვეკითხებოდი და თან მათემატიკამდე მქონდა კომპიუტერების ბექგრაუნდი. და აი ძალიან ბალეშიკობდა რა, რაღაცას რო გავაკეთებდი და ზუსტად მახსოვს ერთხელ რა გავაკეთე, იცი? როგორ გავაკეთებო, არ მკითხვა, აზრზეა რა, გავაკეთე ფილმების საიტზე ესე რო დაახოვერებდი სურათს. ესე ადიოდა ფარდასავით. ოღონდ ეგ სადმე ვნახე და მოვიპარე ეს სკრიპტ, არ ვიცი რა ვქენი რა, მაგრამ გავაკეთე და ეს ჩაუგდე. და აი ისიც შოქში იყო, რომ რა მაგარია რა და მეც ძალიან მოვიხოდე და რაღაცა მე რატომღაც რაღაცა SEO აზრზე არ ვიყავით, მაშინ SEO რა იყო, მაგრამ SEO ხო, search engine optimization და რატომღაც ამ ჩემმა მოპარულ ფილმებიანმა საიტმა Google-ში ძალიან წინ წაიწია. რაღაცა page rank-ი მომცა 4 Google-მა და რაღაცა უცებ 5000 ვიზიტორი მქონდა. ეს არის უნივერსიტეტის წინა წელს რა. ანუ 2013 აბიტურიენტი ვარ. და ეს რომ მომცა ეს page rank-ი 4 რაღაცა 5000 იუზერი შემოძარა და 100 ფილმი მაქვს მოპარული, ბევრი არა რა. აი რაღაცნაირად და ეს მოვიხოდე. მე რაღაცა ამ საიტსაც რაღაც თავის ამბები ქონდა და მე აი უნივერსიტეტში რო ჩავაბარე. ეგ იყო გარდამტეხი მომენტი, იმიტომ რომ გავეშვი, იმიტომ რომ დრო არ რჩებოდა აღარაფრის რა თავიდან. და მოკლედ ეგ იყო, ხო, მაგამდე მივედი უნივერსიტეტამდე. ოღონდ თემა ის არის, რომ უნივერსიტეტამდე რომ მოვედი, პროგრამირება არ ვიცი. ვიცი, აი ეს HTML, CSS-ი მესმის. ვიცი, ზედმეტი ალბათ რა ბევრი. ეგ სხვათა შორის ძალიან მეც მახასიათებდა, იცი, აი ეგ ბოლო წინვარდება განსაკუთრებით, რაც შენ თქვი, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რაღაცებს ჩალიჩობდი ამ კომპიუტერში, აი ვებსაიტები, HTML-ები, CSS-ები, ეს ტუტორიალები, კაუნტერები, ასე შემდეგ რა, მაგრამ ხო, კი, მაგრამ ანუ ეს პროგრამირება მაინც მეგონა რომ ეს HTML-თან და CSS-თან რაღაცა ჭიდაობა იყო რა. ანუ უბრალოდ არ ვიცოდი რა იყო და თან ირგვლივ ხალხს ეგონა რომ მე ვიყავი ღმერთი რაღაცა და კი, ნაცნობი. არის რაც არის რა, მაგრამ რეალობა ის ხო რომ უბრალოდ უნივერსიტეტამდე სანამ არ მივედი და სანამ პირველ იმას ჯადოს არ დავეტაკე უნივერსიტეტში, მე არ ვიცოდი რა. თან როგორ იყო, იცი, ანუ
აი ჩემი სიტუაცია იყო ეგეთი რომ რუსთაველი ვარ, ну ეხა კი თბილისში ცხოვრობ, რუსთაველი ვიყავი მაშინ ეგრე ვიყავი და ეხაც რუსთაველად ვასაღებ თავს. ხო და ანუ ну იქ ჩემს სკოლაში აი მათემატიკა ვინ იცისო რომ იკითხო და აი ამანო ესე ხა შეიძლება ვამეტებ, მაგრამ მე ვიცოდი კარგად რა ასე ვთქვა და უცებ უნივერსიტეტ თავის ფარში ჩავაბარე და უნივერსიტეტში რომ მოვხვდი. მაქსზე მოვხვდი? ხო, ანუ მოვხვდი, როგორ იყო იცი? და რაღაცა ჩამოვწერე თავიდან, რომ აი პირველი ეგ მინდოდა, იმიტომ რომ მაგაში სხვათა შორის ჩემმა მასწავლებელმა ძალიან დიდი როლი ითამაშა რა. ჯერ დედა ჩემმა. ან თავიდან მინდოდა ბიზნესი. და რაღაცა შუა ჯერ ან მათემატიკას ვაბარებ, მაგრამ მინდა ბიზნესი უეჭველი რა. და ამ საიტებს ხო ვაკეთებ და დედა ჩემმა მითხრა, ბიჭო, ანუ ბიზნესიო ყოველთვის გააკეთე ხა, ხო სტანდარტული სიტყვები რო არის და მოდი აი პროფესია ერჩევ და მე ის გარდაქმედი ბიზნესად რაღაც და მე აი ეს დამიჯდა ჭკუაში ჩემი მასწავლებელი ახლა პროგრამისტი იყო ასე ვთქვათ და აუ ის თუ პროგრამისტია მეთქი მეც მაგზას რაღაცა იმაკეთ და თან მიყვარდა ეს და მოდი ხო აი გავიკითხე გამოვიკითხე მე რაღაცა ის იყო რა ქვია გაცნობითი იყო რა თავისუფალ უნივერსიტეტში და იქ რომ მივედი რაღაცა რობოტები ვნახე და აუ მეთქი ჩემი შოკი იყო ეგ პირველი აქ რა ხდება რა როგორც იყო რაღაცა გრანტი მოვიპოვე კიდე ედისონის ლიგა რაღაცას ატარებდა რა ფრიუნი და რაღაც მე ვერაფერი ვერ მოვიგე ისეთი მაგრამ მონაწილეობაშიც გაფინანსებდნენ რა ცოდნის ფონდი და ნუ რაღაცნაირად ეს 6950 რამდენი გადასახადი ცოტა დაიწყა და თან ვიცოდი რომ თუ მოხვდები გრანტს იღებ და რაღაც ძალიან შემომწე 1500 მიწევდა უკვე იმდენან დრო ჩავაბარო რა და რაღაცა ის რომ მოვიდა ჩამოწერის დრო რომ დავრეგისტრირდი ნაესჩიზე ფრიუნი ჩავწერ და ჩამოწერ მე ისა ჯავახიშვილი გპი რაც შემეძლო ანუ განავირავეს ვაკნინებ მაგრამ ანუ იქ მინდოდა რა და თან სხვა კერძო არ მინდოდა ოღონდ და ნუ მე დანარჩენი ჩამოწერე ისინი საჯარო სახელმწიფო ხო და მოკლედ მე ეგეთ რაღაც მოხდა რომ რაღაც მომენტში დავფიქრდი რა და ეხა მეთქი მაშინ ისე იყო აი გპი-ში ვინც მოხდებოდა ვიღაცები ვინც ვიცოდი არ სწავლობდნენ რა ისინი არ სწავლობდნენ თუ იქ არ სწავლობდნენ ეგ სხვა საკითხია მაგრამ ვიცოდი რამდენიმე ვინც არ სწავლობდა ხოლმე შემთხვევაში ქონდა გადახელი რა ხო რა და რატომღაც დაუშვა ეხა მეც რომ იმას აქვს აი ხელიდან არ წავიდე ანუ იქნება არც მე არ ვისწავლო რა არ და მინდა მუღამი მაქვს და ესეთი რაღაცა უთხარი შემთავს რომ ჩემები არ გავაფრთხილებ თორე რაღაცა შეიძლება გამოვეგდეს სახლიდან რა მოდი მეთქი იმებს წავშლი თუ ვერ ჩავაბარე ხო ვიცი რომ ვეღარ ხვდები ვერსად რა მოდი წავალ ჯარში ერთ წელს მოვილევ თუ მას ვიზავთ ჩავამთავრებ ამ ერთ წლიან ჯარს და მე ჩაუჯდები და ხო უკვე ვიცოდი იმიტომ რომ YouTube-იც მესმოდა რაღაცებს ნახულობდი რა ხო დავტოვე ეს ერთი ოღონდ ეს ყველაფერი უთხარი რომ ჩავაბარე მე ჩემებს რა იმიტომ რომ მანამდე ვერ გავბედე რა ჯერ მაშინაც შოკი მიიღეს რომ რას ქვიაო რა მაგრამ როგორც იყო ჩავაბარე მოვხდი და ანუ რომ დავიწყეთ პირველი ისა და აი პირველი შოკი იყო ერთ-ერთი მათემატიკის გაკვეთილია და აი წარმოებულები და ინტეგრალი ხო ხდები რა და ჩემი შოკი ბოდიში მაგაზე მან ვიცი რა იყო ჩემი შოკი მე მან არ მოხდა რომ მე პირიქით მეწერა მეორეგან მოხდი თესეულში რა და ჩემი შოკი მანდი იყო სანამ წარმოებულებამდე მიხვალა რომ პირველ გაკვეთილზე წფერი ალგებრა იყო მგონი რომ გავიგე რომ -1-დან ფესვი ამოდის ეს -1-დან ფესვი ვიცოდი მასწავლებელთან წინასწარ რაღაცები გვასწავლა და ჩემთვის ერთ-ერთი პრობლემა არა აი შოკი მივიღე როდის იცი ას გაკვეთილზე ვზივართ ლექციაზე ვზივართ მაქსის დეკანი ჩვენი ფაკულტეტის დეკანი ატარებს ამ ლექციას ატარებდა ხა აღარ რა და ის 45 კაციანი მთელი ჩვენი ფაკულტეტი იმ ლექციაზე ზის რა და რაღაცა სიტყვას ახსენებს აი წარმოებულები ხო ვიცით ეგრე იკითხა რა და უცებ აი ეს ბრბო კი ეგეთი ხმა გაისმა რა ეს უმაროველი კლასელები ხო ყველანი ანუ ჩემი მეგობრები ხა ჩემი თელი კურსი რაღაცა თითქმის ან კომაროვიდან იყო ან ვეკუადან და იცოდნენ რა ხა იქ ცოტა კი არა გაძლიერებულად სწავლობდნენ და იცოდნენ და მე სიტყვა გაგებულიც არ რა წარმოებული რა მგონია რაღაც აი დისტრიბუცია წარმოება რაღაც ქარხანა აი რაღაც ეგ არის ჩემთვის წარმოებული რა და ეს რამდენიმე ვიყავით ერთი ბიჭი იყო რუსთაველი ჩემი მეგობარი ერთი ბიჭი იყო ზესტაფონიდან ანუ სულ 10 კაცი ვიყავით ალბათ მაქსიმუმ სხვები და დანარჩენი ეს კომაროვი ვეკუა და ყველა მიცოდა და ეს კიო რო თქვა რაღაცა მომერიდა ხა როგორია ამდენმა იცის მეც ვიცი ალბათ მეთქი რა და მოკლედ გავჩერდი არაფერი არ თქვი რა და უცებ თურმე რაღაცა ეს მთელი ლექცია არის ეს იცი და იმის შემდეგ რა
ანუ ვერაფერი ვერ გავიგე ეს პირველი თუ მეორე ლექცია და აი საერთოდ ნული შედეგი. ეგ არის პირველი წლის საშინელება ყველა დამწყები ადამიანის. ძალიან ცუდი იყო და ხდები ყოველდღიურ მანიაკებთან, რომელმაც ყველაფერი იციან. ბიჭო, ხო ანუ იმათაც ანუ თან ვერაფერს ვერ იზავ, იმიტომ რომ იმათაც იშრომეს ეგ გაიარეს. ანუ მივიდნენ მათთან რაღაცა რამდენიმე ოლიმპიადიდან ჩემი მეგობრები პირდაპირ ოლიმპიადიდან სადაც უნდათ იქ ჩაირიცნენ და ანუ ხა მე იმათ როგორ უნდა ვეჭიდაო რა. ეგ იყო პირველი თან შოკი იყო, მაგრამ თან мотиваცია მეთქი რა რაღაცნაირად მეც შევძლებ რა, ეხა დებილი ხო არ ვარ რა. ხო და აი მან გადავლახე ერთი ძალიან ისეთი მომენტი, აი მე რჩევშიც ვიტყვი თუ რამე რომ აი მან ორი ვარიანტი მქონდა, ანუ წამოსულიყავი სახში და ნუ რაღაცა მეჩალიჩა ჩემთვის, მაგრამ ნუ ალბათ ვერაფერს ვერ ვიზავდი და ესე ავდექი, ლექცია რომ მორჩავ, არაფერში ამანამდე არ თქვი და ლექცია მორჩა და მივედი და აი ბატონო ამირან მეთქი, წეღა რომ იკითხეთ თქვენ წარმოებულზე თქო რა, რაღაცა ისეთი ეს აუხსენი და ეს პირველ დღეს ხდება ხო? პირველი არა ამ ადამიანს ვიცნობ, იმიტომ რომ მანამდე როგორ არის ჩვენ უნივერსიტეტში 3 კვირა არის გაცნობითები და გიწევს რა ლექტორებთან, სხვადასხვა ლექტორებთან, მათ შორის ბიზნესთან ვიღაცებთან რა. და ვიცნობდი უკვე, მაგრამ ნუ როგორც საქმიან ამბავში პირველი ან მეორე პირველი კვირაა რა. და უთხარი რომ მეთქი ანუ აზრზე არ ვარ რა. ნული არ ვიცი და შესაბამისად მეთქი მე მეგონა ესე გავიგებდი და ლექციიდან ვერაფერი ვერ მიმაქვს მეთქი რა. და აი იქაც ძალიან კაი ადამიანია რა, იმიტომ რომ რა თქვა იცი, ეხლა ლექციები მაქვს და ეს ან ჩვენთან არის და ისა მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერები ხო არის და იყოფა ორად, ინჟინერია და პროგრამირება. ეს იყო პროგრამირების დისკრეტული მათემატიკის ლექცია და რაცა 3 თუ 4 ლექციის მერე ქონდა ინჟინერებს რა. და ინჟინერებთან მაქვსო და იქ რო დაესწრო თუ შეგიძლიაო რა. და მეც ხა კი სახში მოვდიოდი, მაგრამ მოიცა მეთქი რა სახლი, კი რა პრობლემაა რაღაცა და დავრჩი. და ანუ ადამიანმა დაიწყო ახსნა და აი გავიგე ყველაფერი და ეგ იყო პირველი მომენტი და მაგის მერე აი შენ თავს უთხარი რომ რასაც ვერ გაიგებ, სვან მორიდება გადადე რა, უეჭველი უნდა იკითხო და აი მაქედან დავიწყე დაწევა. ვერ დავეწიე რაღაც ცებში ალბათ ჩემებს რა, იმიტომ რომ ისინი გაცლებძლიერები არიან რაღაც მათემატიკაში და ზოგი პროგრამირებაშიც თქვათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აღარ ჩამორჩი. აი მაგით მოკლედ გადავლახე და იგი ყალბათ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეგ რაღაცა გაკვეთილი ყველგან მათ შორის სამსახურებშიც აი სულ მქონდა რა, რომ რაღაცა არ ვიცი, იკითხე. ანუ არ არის პრობლემა, ყველა არ იცის რა. აი მაგით დავიწყე მოკლედ. კი, მაგრამ ხათა შორის შენ ძალიან მარტივად მოერია შენ თავს, იმიტომ რომ ძალიან ბევრს უჭირს ეგ რა, იმიტომ რომ როცა წარმოიდგინე რაღაც ირგვლივ ყავს აბსოლუტური გენიოსები ბჭყალებში და შენ ხარ არაფერი, ანუ ასე რომ ვთქვათ, რომელმაც ნულიდან იწყება აბსოლუტური და ისინი ყოველთვის მინუსში ვიყავთ. მეც მახსოვს ეხა აი მოდი უცბად მოვყვები ძალიან. პირველი დღე მაქვს უნივერსიტეტში რა და შევედით რისი კალკულუსის თუ არ ვწდები რა, კალკულუსის ლექციაა რა და კითხვა იყო ეგეთი რომ გავიცნოთო რა, ანუ ერთმა რომელ სკოლიდან ხარო, ამან კომაროვიდანო. მეორემ მე ამის კლასელი ვიყავი. გავიდა იქით არის ნახევარში. იმან ვეკუადან ვარო. ვეკუას უკან ტიპიზის რომელმაც ის რა ქვია, აკაკი რაზმაძის ფიზმათიმაკო ქუთაისის დამთავრებულიო. ექსამენი იყო. ქუთაისისო და ჩემამდე მოვიდა და მე მარჯი მაქვს მეთქი დამთავრებული სკოლას ერქო მარჯი ეგეთი რა და ანუ ეგ იყო ჩემი ის რომ ამათმა ყველაფერი იცოდნენ და მე ძალიან გამიჭირდა რომ დავეციო რა და მე რა მოხდა იცი პროსტა ამ ადამიანებმა ვინმეც იცოდნენ აბსოლუტურმა ყველამ არა ბევრმა ნაწილმა იმის გამო რომ რაღაცები წინ ქონდათ და წაგდებული ასე ვთქვათ მოუკლეს სწავლების ხარისხს იცი ანუ და დარჩნენ და მე წინ წავედი იმიტომ რომ იმის ჟილკა მქონდა რომ არ ვიცი გამესწრო და აი ეგეც ერთ-ერთია ეგ რო გქონდა ეგ რა ვიცი мотиваცია რა ეგ ხო ეგეც გადალახვა ანუ ვიღაცა შეიძლება სვანაერთ ეკნა რა ანუ ეგ არ ვიცი ხა რაღაც მომენტში თან დაყოლილათაც ვთვლი იმიტომ რომ მთელი ჩემი ეს აბიტურიენტობაც და მანამდე მათემატიკა მიყვარდა რო თქვი რა ერთ-ერთი იყო მიყვარდა დამტკიცებები ანუ აი ხა ჩემასწავლებს რო კითხო რომ აი ვასკას საყვარელი სიტყვა რო კითხვა რომელია კითხვა არის რატომ რა აი არ არსებობს რამე ეთქვა და ეგრევე ვეკითხავდი რატომ მეთქი ანუ რანაირად და აი რა ყველაფერი დამტკიცებული მაქვს ალბათ რაც კი ფორმულა თუ გამოყვანილია თუ პითაგორა ყველაფერი რა აბსოლუტურად მაქვს დამტკიცებული და ანუ ეგ მიყვარდა და აი კითხვების დასმისის აღარ მქონდა მაშინვე რა ეტყვა აქაც რაღაცნაირად მაგან იმოქმედა იმიტომ რომ გამოსავალი არ იყო რა. ან ეგ უნდა მექნა, ან არ ვიცი. მეორე ვარიანტი არ ვიცი და არც მინდა გავიგო. მოკლედ ეგრე იყო რა. ხო და მოკლედ მან ერთი მომენტი კიდე არის, რომ ის ინტი
პროგრამირებაში ინტრა, პირველად გავიგე უნივერსიტეტში, ანუ არც ვიცოდი რა იყო. და ჩემმა მეგობრებმა ვიღაცებმა იცოდნენ, ვიღაცებმა ფორციკლი იცოდნენ და რა ფორციკლი მეთქი, ანუ ვაფშე რა არის, არ ვიცი. მოკლედ აი მაქედან დავიწყეთ და მე რა იყო იცი, ჩვენ უნივერსიტეტში არის რაღაცა ღმერთს მადლობა, რომ კარგად ცოტა სხვანაირი მიდგომა სწავლის რა. მაგალითად არ ვადარებ ხა ვისთვის როგორ, მაგრამ Java-ში C++-ით იწყებდით, ხო? აი ჩვენთან მაგალითად არის პირიქით იყო, high level-დან იწყებდი რა, Java-ით დავიწყეთ და ანუ პირდაპირ ანუ რაღაცა აჩხაბაჩხა ასოებს კი არ უყურებდი, ანუ რაღაცა აზრობრივი სიტყვები ეწერა, იმას კითხულობდი და რაღაცა ინგლისურთან რაღაცა აიგივებდი, რაღაცა ალაგებდი რა, რაღაცა მარტივი იყო. და მაქედან იწყებ და მოდიხარ ქვემოთ, ჩამოდიხარ low level-ში. ჩამოდიხარ ძალიან low level-ზე, რაღაც ჩამოდიხარ assembly-ზეც წერ რა, assembler-ზეც წერ და მერე კიდე მერე აგრძელებ უკვე ბევრ ამის რა და აი მაგის გამო ეს რაღაცა უკვე მარტივად აუღიალღო, თან ეტყობა ის აი ჩემი უკოსკომის გამოცდილებიდან რა, რაღაცებს მარტივად აუღიალღო და ჩვენთან არის ეგეთი ისა უნივერსიტეტში პირველი კურსი არის Java და ამ Java-ს კურსზე ვინც რაღაცა A-ან B-ით დახურავს, თუ რაღაც თუ ტოპ-10 მოსწავლე აღარ მახსოვს, მეორე წელს არის პირველ კურსელების სექციის ლიდერი. და ეგეც მნიშვნელოვანია, მე ანუ სამსახურთან არის რა კავშირში. და მოკლედ ამ რაღაცნაირად ამ ტოპ-10-ში მოვხდი. ოღონდ ამ ტოპ-10-ში ვიყავი ალბათ ბოლო რა. შემდეგ ორთან შედარებით ალბათ. მოკლედ რაღაცნაირად მოხდი და თან ოღონდ კაი რა იყო, იცი მარტო იქ არ მიხაროდა რომ მასწავლებელი მერქმეოდა რაღაცა teaching assistant რა. კაი იყო ის რომ ფულს ხელფასს ვირიცხავდა, მართლა თანამშრომლები ვიყავთ კონტრაქტორები უნივერსიტეტის. ოღონდ ხელფასი რაღაცა 1000-ობით ლარი კი არ იყო, 100 ლარი იყო და 20 ლარი გვეჭრებოდა, 80 ვიღებდით. მაგრამ ეგ 80 ლარი ჩვენთან ძალიან დიდი თანხა იყო რა რაღაც მომენტში, იმიტომ რომ ეხმარებოდა რა. მოკლედ აი ესე მოვხდი აქ ლექტორის ასისტენტი მოკლედ და ერთი წლის მერე ვიყავი რაღაცა დავალებებს უსწორებდი, შუალედურებს უსწორებდი, უსწორებდი, ქულებს წერდი და მერე თუ რამე გადახედავდა რა ისა თავარი ლექტორი. მოკლედ აი ეგრე დავიწყე ასა უნივერსიტეტში, კარგად დავხურე სხვათა შორის ერთადერთ საგანი შემეტენა ფილოსოფია. ისე შემეტენა მეორე კურსზე და გავიარე მეოთხეზე, იმიტომ რომ ანუ მე და წიგნები ვერ მეგობრობთ რა. მათ შორის განსაკუთრებით ალბათ ფილოსოფიის, აი ძალიან მინდა ხოლმე. ტექნიკური ტიპი, როდესაც ხარ ძალიან ძნელია. ვერც ტექნიკურ წიგნებს. არა, ზოგადად, ანუ მაინც ვფიქრობ რა, ეგეთ რაღაცებს, რომ აი ეს ფილოსოფია ძალიან რთული საკითხავია, თან ისეთი ტიპის, რომელიც კოდებს ეჩალიჩება რა. ძალიან საინტერესოა სხვათა შორის, ანუ ამ ბოლოს უფრაც პროცესს გავიზარდე, მაგრამ მაშინ როგორ ის ხონდა, იცი? ანუ ლექტორი ხა იმას თავისი საქმე ქონდა, რაღაც თავის წიგნები უნდა გაგვიარა და ჩემი ფიქრები იყო, რომ ანუ რაღაცა პარასკევი დღეა, შემდეგ ორშაბათამდე მაქვს დავალება პროგრამირებაში და ლექტორი მაძლევს რაღაცა პლატონის რაღაცა ამხელად რავი ნაშრომს, რომელსაც უნდა გავეცნო და ის სიტყვებს ერთი 10 რო წაიკითხავ 10 სიტყვას აზრიც არ დევს, ანუ რაღაცა რა ხარუხია ჩემთვის და მეთქი ანუ პროგრამირებას ვერ მოვასწრებ ეს რო წავიკითხო და აი რაღაცნაირად მოკლედ არა რა მეთქი ის მირჩევნია და ნუ თავიდან ყოველ შემთხვევაში ეგრე როგორღაც გადავაგორე და მე მეოთხე კურსზე უკვე ცოტა აი რაღაცები გადავლილი მქონდა, რაღაცა მუშაობდი უკვე და რაღაცნაირად გავიარე ეს რო გითხრა რომ ეხა A-ზე დავხურე თქო არა, იმიტომ რომ I გამოვყვა ყველაზე 52, მაგრამ ჩავაბარე რა. როგორღაც დავხურე და ნუ დიპლომიც ავიღე ძალიან კარგი. და მე ჩავაბარე იმაში რა ქვია KPI-ში. როგორც კლასიკურ ხო. ხო და მოკლედ და სწავლობდი კარგი ხანი KPI-ში. ხო და ერთი რა სექციის ლიდერობა და ვახსენე რა. მაქედან ანუ უნივერსიტეტიდან დაიწყო ჩემი სამსახურის თემაც, იმიტომ რომ სულ მინდოდა მუშაობა რა, ეხა არ ვარ რა დასამალია და იმ დიდარი არ ყოფილი ვარ არასდროს და სულ მინდოდა მუშაობა, რა აი ჩემი ფული მქონოდა და აი Google AdSense-ი რო იყო იქნეს გეხსოვნება, რაღაცა დააკლიკე, ან YouTube-ზეც იყო რაღაცა რა და მოკლედ აი მაგებსაც რაღაცებს ვაკეთებდი, რა რაღაცა ერთი ორჯერ ის პოსტიდან რომ მოგდიოდა წერილი, ეგეც ძალიან მახსოვს, იმიტომ რომ პირველად რო ავიღე რაღაცა 100 ევრო თუ რაღაცა. ეს რა მოგდიოდა ბოდიში, ეს არ ვიცი. არა. როგორ იყო, იცი? Google AdSense 2000 ეს საერთოდ ანუ მგონი უნივერსიტეტში რო ჩავაბარე ეგ წელია რა. და Google AdSense ქონდა, Google AdSense რო გაგეაქტიურებინა საიტზე. უნდა ყოფილიყო ინგლისური საიტი. და ქართული არ იყო რა დაშვებული და
აი ქართველები აკეთებდნენ 1-2 წელი და მე დაბლოკა მგონი საქართველოს ავტომატურმა რა. ქართველები აკეთებდნენ ინგლისურ საიტებს, რაღაცა ნიუსებს იპარავდნენ და აფეიქებდნენ რომ ინგლისური, რა ვიცი, ნიუს პორტალია რაღაცა რა. და რაღაცნაირად Google-ზე რეგისტრირდებოდნენ და ეს პროცესი იყო ოღონდ დიდი რა, Google-ს ვალიდაცია ხელით უნდა გაეტარებინა საიტის. და რაღაცა ერთი თვე ალბათ რაღაცა იკბერო და მე პოსტით გიგზავნიდა წერილს და ამ წერილში იყო რაღაცა კოდი თუ არ მახსოვს და ნუ ამ ეს კოდი შეგყავდა იქ და ვერიფიკაციას აკეთებდი რა. და ეს პოსტის ის ვინც Facebook-ზე პოსტიც მახსოვს რომ დავდე რომ აი მომივიდა თქო რა. ხო და ეს ოღონდ რა იყო იცი მე არ მქონდა მაგ დროს უკვე საიტები აი ეს ფილმების საიტები რო გავთიშე მაგის მერე პერიოდია და მე არ მქონდა მაგრამ აი ვიცოდი ეს HTML CSS ხო ვიცოდი და კიდე ვიცოდი JavaScript-ი ოღონდ JavaScript-ი კი არ ვიცოდი უფრო სწორად რა რაღაცები ვიცოდი ხვდებოდი კი რაღაც არ ვიცი როგორ რა და რაღაცებს ვაკეთებდი მაინდ და ვიღაცებს ვასწავლიდი კი და ვიხმარებოდი რაღაცა ეს რეკლამა როგორ უნდა გამოიჩინათ ისე რომ არ ვიცი აი რას ვაკეთებდი არ მახსოვს მოკლედ რაღაცებს ვიხმარებოდი და თემა იყო ის რომ მეც შევქმენი აკაუნტი ამ Google AdSense-ის და ეს რაღაცა ჩემი ID თუ რაღაცა მივეცი ვიღაცას საიტზე რომ ჩაესვა და არასოდეს ახდები ამ კოდებში დაგეხმარებით ხო და 1/5 ალბათობით 20% ალბათობით ჩემი გამოჩნდეს რეკლამა რა არ ვიცი საიდან მომაფიქრდა ეგ ბიზნეს იდეა და ვიღაცები ვინც აი აკეთებდნენ 500 ევროს თქვა თუმცა ჩემი კოდის დახმარებით იმიტომ რომ იმათაც რამდენიმე აკაუნტი ჰქონდათ და ვანაცვლებინებდი რა და მეც უჯდებოდი წილში ასე ვთქვათ რა ეს რა ვიცი ქურდი ვიყავი ხო და ანუ ქურდი ამ პარავდი რა ასე ვთქვათ მაგრამ ნუ რაღაცა მეც შრომას წევდი ხო და ეს პირველი 100 ევროა ვიღე თუ 123 ევროა ვიღე და თან евро 3-ზე ანუ ძალიან დიდი ფული იყო რა და აი ეგეც 1-2 თუ 3 თვე ვაკეთე იქთან ხაც და აი ჯიბეში ფული სულ მქონდა და ძალიან ბედნიერი ვიყავი და მე ეს რო Google-მა დაბლოკა რა ეს ჩემი ბიზნესის შემოსავალი დაქრა და აი ძალიან იმაში ვიყავი, იმიტომ რომ ნუ არ მქონდა რა და ის 80 ლარით ძალიან ბევრს ნიშნავდა რა და მთელი მე ეს პირველი მეორე მესამე კურსი სულ აი მუშაობა მინდა მაგაზე ვიყავი რა ჩაციკლული. და რაღაცა მეორე კურსზე ჩემი ძმაკაცმა WordPress-ი აკეთებდა რაღაცებს, თუნდაც დღემდე აკეთებს არ მახსოვს რა. ხო და აი არა გადავიდა სხვა რაღაცას აკეთებს. მაგრამ ნუ მაგ სფეროში იყო, ოღონდ ის ჩემზე გამოცდილი იყო რა ძალიან, იმიტომ რომ რაღაცა მე რო Coscom-ზე ვაკეთებდი, ის კიდე WordPress-ზე იყო მაგ დროს და ძალიან ცოდნე იყო რა. მაგან მითხრა ჩემთან მოდი იმუშავეო. და რაღაცა რასაც გავაკეთებ გავიყოთო რა. ეხი ბაზარი არა, ოღონდ ცოტა ცუდი გრაფიკი ჩემი გრაფიკებთან ზოგადად ცხოვრებისეული ის პრობლემა. მივალთ მაქამდეც, კი. ძალიან ცუდი გრაფიკი იყო, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრება იწყებოდა დილით რვაზე უკვე ვიყავი რუსთავი დიდუბის მარშრუტკაში, რა მართლმანან მიკროავტობუსში. ხო და დილით რაღაცა 7-ზე რო ვიღვიძებდი, შევჭამდი, ჩავლაგდებოდი, წამოვიდოდი. მე მივიდოდი უნივერსიტეტში, რაღაცა 2-მდე ალბათ ლექციები, სემინარები, რაღაცა და იქიდან რომ მოვდიოდი, აი ეგ სააკაძესთან მქონდა რა ის რაღაცა ოფისი და აქ რომ მოვიდოდი, ისიც მაშინ მოდიოდა, იმიტომ რომ ის მაგ დროს იღვიძებდა რა. და ნუ მე ვმუშაობდი დღამის 11-მდე, 12-მდე. და ბოლო მიკროავტობუსს მივყავდით რუსთავშიც პირველის ნახევარზე გადის თუ რაღაცა და ოღონდ მე რომ მივდიოდი, რაღაცა გადავივლებდი, შევჭამდი დავიძინე და მეორე დილით 7-ზე ფეხზე უნდა ყოფილი იყავი. თან უნდა მე მეცადინა რაღაცნაირად რა. და ის ოღონდ მე ისე 12-ზე იღვიძებდა რა, თავის, ანუ იმას სხვა გრაფიკი ჰქონდა და აი ამ რაღაცა ჯახირში მოკლედ 1-2 თვე გაუწელი. მე აღდგომები იყო მგონი და პროსტა ანუ არ შემეძლო, ვეღარ უკაჩავდი რა და მოკლედ მეთქი ძალიან კაია, მაგრამ მოდი დავიშალოთ თქო და რაცა ჯამში ალბათ 1-200 ლარი გავაკეთე რა ამ 2 თვეში. მაგრამ ნუ დიდი გამოცდილება მივიღე, ძალიან მნიშვნელოვანია რა. მოკლედ მე ცოტა ხანი ჩემი სამსახურები გაჩერდა, იმიტომ რომ ვერაფერი ვერ ვნახე და ხო ანუ აი არ ნახე რატომ მოვედი PHP ჩვენთან არის სწავლება უნივერსიტეტში რა. Java, C++. აი როგორ მოხდი PHP-ზე? ხო აი როგორ მოხდი? ძალიან საინტერესოა. ნახე ის დლე ხო იყო, ეგეც რეალურად უკან PHP იყო რა. PHP-ა. ხო და არ ვიცი რა ვიცოდი PHP-ზე, ალბათ არაფერი, მაგრამ ვიცოდი რომ PHP არსებობდა. მახსოვს აი ონლაინ კომპილატორები იყო PHP და რაღაცებს ვაკეთებდი ხოლმე. არ დაყენებაც არ ვიცოდი რა. რაც კომპიუტერში მქონდა, ონლაინ ვაკეთებდი რაღაცებს და ზუსტად მახსოვს რა ნაწილი იცი? PHP-ში მაგ გაკეთებული პარსერი, ოღონდ პარსერიც არა რა. რას აკეთებდა? აი იცი როდის მაგ გაკეთებული ფილმების საიტი რომ მქონდა. იქ
ეგ ფილმების საიტი მქონდა და ამ დლეზე მქონდა და არ ვიცი რანაირად, მაგრამ სადღაც ჩავაგდე როგორ გავაკეთე კოდი არ მახსოვს, მაგრამ PHP-ს რაღაც კოდი ჩავაგდე, რომლითაც ამ რაღაცა ამის admin dashboard-ში რაღაცა input-ი გამოვიტანე, ანუ PHP-დან PHP+HTML-ით რაღაცა input-ი გამოვიტანე, რომელშიც რაღაცა ჩაწერდი და გვერდზე submit ბატონი ქონდა, ოღონდ ამაში წერდი იმ სრულად com-ის ID-ს თუ რაღაცას რა. და რაღაცნაირად დავამუღამე გაპარსვა რა. აი, ოღონდ ეხლა რომ მითხრა რომ როგორ ხენიო, არ ვიცი. ალბათ Stack Overflow Google-ით რა. მოკლედ ვაკეთებდი იმას, რომ PHP-ით ვაკითხავდი სრულად com-ის /am რაღაცას, თუ URL-ს თუ რაღაცას. ვიღებდი იქიდან რაღაცა მე HTML-ებში ვეძებდი, როგორ ვეძებდი ალბათ string, არ ვიცი, str find, არ ვიცი რაღაცით. ვეძებდი აი ეს mp4 თუ mov ფაილით რაც იქნებოდა, avi, ფლობ ბანზი რაღაცა. აი მოკლედ მაგას ვაკეთებდი და აი მაქედან ვიცოდი PHP რო არსებობდა რაღაცა ენა. ოღონდ backend-ი, front-end-ი ან მაგდენი არ ვიცი ჯერ რა. ხო და აი მან რო ვიცოდი უნივერსიტეტშიც რაღაცებს ვაკეთებდი, ოღონდ ენა არ ვიცოდი, იმიტომ რომ ზუსტად მახსოვს უნივერსიტეტში რაღაცა search engine-ის აწყობა მინდოდა მაგ გონკებში ვიყავი, რომ ძებნის საძებო სისტემა უნდა ავაწყო, ოღონდ რატო? აი ეს ფილმების საიტზე რომ მქონდა ეს Google-დან შემოსვლელები, მეგონა რომ აი საძიებო სისტემას გავაკეთებ და რაღაცა ლინკებზე საძიებო სისტემას რას გულისხმობ? ანუ მე ცალკე დაჰალკე გასაგებია. არა, ანუ არ ვიცი რას ვაკეთებდი, მინდოდა რომ ბევრი ლინკი მქონოდა საიტზე, რომ Google-დან ხალხი შემოსულიყო. ეგ იყო ჩემი მიზანი და საძიებო სისტემას ვარქმევდი და მაშინ მახსოვს რაღაცა კოდებს ვნახულობდი, გამზადებული საძიებო სისტემა რაღაცას რა და ერთი საძიებო სისტემა მიპოვე დავაყენე რაღაცნაირად რუსული ჰოსტი იყო რაღაცა, IAP ღირდა რა, მონაზე IAP ეგ იყო და დავაყენე ჩაირთო. ოღონდ რაღაცების დამატება მინდოდა, მაგრამ არ ვიცოდი რა უნდა მექნა და ერთ ჩემი კურსელი იყო, რომელმაც იცოდა PHP და იმას ვკითხე, რომ როგორ ვქნა თქო და აუ ეგ რთულიაო რა, ანუ მეც არ ვიციო ზუსტადო და აი მაშინ ჩავარდი მუღამში, რომ რაღაცა უნდა ვქნა და აი მაგას ვეჩალიჩებოდი ალბათ 1 წელი, ვერ გავაკეთე ოღონდ რა. მაგრამ ჩალიჩებოდი და სულ ან რაღაცებს ვსწავლობდი, აი იქ რაღაც ფუნქციები ვისწავლე, გავიგე რომ array არსებობს, იმიტომ რომ მე იქ რო წავიკითხავდი, ვაკავშირებდი ის Java-ში რაც გავიარე რა. რაღაცებს ნენერა ვსწავლობდი და რაღაცნაირად შევავსო, რომ PHP რაღაცას ვაკეთებდი უკვე რა. ხო და მოკლედ სამსახურები საქართველოში რატომღაც Java-ზე არ იყო, C# არ ვიცოდი. Java-ზეც იყო, მაგრამ C# არ ვიცოდი რა, ჩვენთან C# არის, როგორც იცი. მაგ დროს მე მგონი დიდად C# არ იყო პოპულარული რა. სხვათა შორის იყო, იმიტომ რომ ჩვენთან სტრუქტურებში სულ ეგ იყო რა. ხო და მე იუსტიციაში მყავდა ერთი მეგობარი რა, ჩემი მეგობრის ძმა. და მითხრა რომ თუ რამეო და გეცოდინებაო ესო, რაღაცას მოგიხერხებთ სტაჟირებაო რაღაც და არ ვიცოდი. და დავიწყე ძებნა ის რაც ვიცოდი იმის, იმიტომ რომ რაღაცნაირად უნდა მემუშავა რა. მაქედან მე WordPress-ზე კიდე უფრო PHP დავხვეწე, ასე ვთქვათ, იმ ბიჩენს რაღაცთან და მოკლედ საბოლოოდ ეს PHP-ს გავყევი, ასე ვთქვათ რა. მაგრამ უნივერსიტეტში ჩვეულებრივ ყველაფერს ვაკეთებდი. ხო და მოკლედ მე ესე მოხდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მინდოდა დაწყება, ვაკანსია კი არის CV, არ ვიცი როგორ, გავგზავნე, იმიტომ რომ მან რაღაცა ვიღაცამ უნდა გაუწიოს რეკომენდაცია ვიღაცას და ეგრე მოხდი, ჩემი ერთი მეგობარი მუშაობდა, ყველაფერი გავიარე, მაგრამ ვერ დავიწყე მუშაობა, იმიტომ რომ რაღაც მომენტში შეაჩერეს კადრების აყვანა რა. ალბათ კაია რო არ დავიწყე და ვერ დავიწყე, ეხანელი განმოსახედნან. ხო და მოკლედ ესეც გაიმაზა, მე ეს არის უკვე მესამე კურსზე გადავდივარ და მესამე კურსის ბოლოს აი უბრალოდ მესამე კურსის ის იყო რა ქვია, არ დადეგები იყო რა, თებერვალში დავიწყე მუშაობა, ოღონდ როგორ დავიწყე? ჩვეულებრივ ჯობსჯიზე ვნახე ვაკანსია, გავგზავნე CV და PHP დეველოპერით რაღაცა და იმ ადამიანმა რომ დამირეკა, შეხვედრაზე მივედი, გავისაუბრეთ, მოვეწონე და მე მეუნება რომ შენო იყავიო ჩემი შვილის მეგობრის სექციის ლიდერიო. ის მასწავლებელი და ძალიან მაგრა გაქო. კი არა და აქამდეც მსმენია შენზეო რა. აუ მეთქი ხო არ გადავა. ხო, ანუ მეთქი ცნობილი. ანუ ის გოგოც ახლა ძალიან კაი დეველოპერია, Amazon-ში მუშაობს და რაღაც მოკლედ ანუ ძალიან კაი ადამიანები არიან, მთელი ოჯახი, მთელი სტაფი იმ კომპანიის რა, ძალიან შინაურები ვიყავით და ძალიან ოჯახურად რა. ხო და მოკლედ აი ამ კომპანიაში დაიწყო კარიერულადაც და PHP-სთანაც დაახლოება და მოკლედ აქედან დავიწყე აღმასვლა, თუ არ სადამდეც ვარ ყოველ შემთხვევაში, აქედან დაიწყო რა. და მან სხვათა შორის მაგის თქმაც მინდა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მას მერე სულ ვცდილობ აი
ჩემ კარიერას გადავხედავ ხოლმე რომ სულცილობ იყო კარგი მენეჯერი, ახლა კარგი lead developer-ი ვიქნებოდით რა, ანუ კარგი სინიორი, იმიტომ რომ იქ ვინც იყო lead developer, ოღონდ იქ მარტივად იყო სინიორი, ჯუნიორი, ორი იყო. ცოდნები და ნაკლებად ცოდნები რა. კომპანია დიდი იყო თვითონ? არ პატარა 10-12 კაცი ვიყავით და როგორც წესი ეგეთ კომპანიებში მაგიტოა, აი ორი სინიორი, ჯუნიორი. ხო, ზუსტად ეგრე იყო, ორი სინიორი, ერთი PHP-ის მხარეს იყო, მეორე .NET-ის მხარეს და 2 თუ 3 ჯუნიორ დეველოპერები იყვნენ, თითო და დიზაინერი, რაღაც სხვა სფეროსაც აწვებოდნენ და აი მაქედან რაღაცები რჩებოდა, იმიტომ რომ ძალიან კარგი უფროსობა იყო, ასე ვთქვათ რა, მათ შორის დირექტორის რა და ეს ჩემი სინიორ დეველოპერიც ვინც იყო, რაღაცა ჩემთან ერთად განიხილავდა რაღაც საკითხებს და რაღაცებს მასწავლიდა და აი მანდ ვიხოდებოდი, რომ აი რაღაცას ვაკეთებ რა, ესე იგი მეც და თან აფასებდა. თან შეიძლება რაღაც არასწორად მეთქვა, მაგრამ აი ბოლომდე მომისმენდა, მე თუ რამე ამიხსნიდა და მოკლედ აი მაქედან ძალიან ბევრი რამე დამრჩა, მათ შორის საქმის ამბავშიც და აი მორალურადაც, აზროვნებაშიც, ურთიერთობებშიც რა და სულ ვცდილობ რომ აი ის ძალიან კარგი იყო და მაგაზე ნაკლები არ ვიყო რა, რამდენად გამოდის არ ვიცი, მაგრამ ვცდილობ რა. და იგი აი პირველი გამოცდილება ძალიან ბევრს ნიშნავს, იმიტომ რომ ალბათ ცოტა სხვანაირი მენეჯმენტი რო ყოფილიყო შეიძლება მეც სხვანაირი ტიპი ყოფილიყავი რა. ანუ მაგ ამბავში გაგიმართლა ეს. ხო, აი გამიმართლა ალბათ კი. იმიტომ რომ ბეირს ის აქვსო ცუდი გამოცდილება აქვს პირველი ჯობი და როგორც წესი ეგ ძალიან ბევრ რამეს უწყობთ ხოლმე მთლიან კარიერაში რა, იმიტომ რომ საერთოდ სხვა მიმართულებით მიდიან, სხვანაირად ვითარდებიან, ან ვიღაცები ბოჭავენ იმ გუნდში და საკუთარ პოტენციალს ვერ აფიქსირებენ იქამდე სანამ არ შეიცვლიან იმას რა. დიდი ხანი იყავი მაგ კომპანიაში? ახლა ვფიქრობდი და რეალურად ძალიან დიდი ხანი არა, 1 წელი და 1 წელი ვიყავი. მაგრამ განა რამე იმის გამო წამოვედი, რა ქვია, რაღაცა ძალიან სხვადასხვა შორის ერთი თვე ნერვიულობდი, როგორ უნდა მეთქვა, რომ მივდივარ თქო რა, იმიტომ რომ ძალიან ოჯახურად ვიყავი. ოჯახი ხო, ეგ ძალიან ესმის. ზვანდიოდან რომ მივდიოდი, არა, ეპამიდან უკვე, ეგ იყო ჩემთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება, იმიტომ რომ თან მაგრამ ეპამი დიდი იყო რა. ხო, მაგრამ მაინც ვანდიოელები ერთად იყვნენ, ან დავაგიტო. ხო, აი მეც ეგ მქონდა რა, სხვა აი მართლა გულს აი ესე ადგილზე ვხტუნაობდი, აი გავიოფლე და რომ რაღაცნაირად თქვი რომ მოდი მივიდე ხა რა, დაველაპარაკოთ ხო და ეგეც რო უთხარი რა, აი ეგეც აი მანდაც ისე შეხვდა მაგ გადაწყვეტილებას, რომ აი მომეხსნა ყველაფერი, რომ ისე მითხრა რომ იო კაცო, რა შენ როგორც გინდაო, შენ როგორც შენ რაღაცა შენს კარიერას როგორც უფრო მოუხდება და რაღაცა და დავმამშვიდა აქეთ რა. და აი მეც მომეხსნა აი ხრებზე რაღაცა იშვება ვიგრძენი და მაგის მერე კიდე უფრო ვაფასებ რა, მოკლედ მაგ მიდგომასაც, მაგ ხალხსაც რა. და მოკლედ მე წამოვედი იმიტომ რომ ჩემი აი უნივერსიტეტში არაფერი არ ისწავლებოდა ისეთი მე რაც მაინტერესებდა PHP-ის მხარეს, მაგრამ ერთ-ერთი მესამე კურსზე, მეოთხე კურსზე არჩევით საგნად შემოვიდა ვებ პროგრამირება. რომელშიც ოღონდ HTML, CSS, JavaScript იყო და ბოლოს იყო პროექტი და გაგეკეთებინა, რაზეც გინდოდა რა. მე ხა ვიცოდი და მინდოდა კრედიტები უკვე და ეგ ის კურსი ავიღე, ლექტორს მივედი პირველი დღეებში დაველაპარაკე რომ მეთქი ვიცი, აგერ აქ მუშაობ ამაზე და მოდი მეთქი შუალედურს და ფინალურს და რაც გჭირდება ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ ლექციებზე ვერ ვივლი თქო რა. ბაზარი არ არისო, თუ რამე აგერო რაღაცა დამეკონტაქტეო და აღმოჩნდა რომ ამ ადამიანს თავის კომპანია ჰქონდა. აჰა. და ფინალური რო ჩავაბარე, დამაოფერა და არიქა ოღონდ შენ წამოდიო არა, მაგრამ კლასში უკეთ ლექციაზე უკითხა რომ ვინმე მხარიც აი PHP-ო და ხახმა ვასკა მიცუ მაგაზე მუშაობსო რა. მე დამეკონტაქტა რაღაც და რაღაცნაირად მოკლედ დამაოფერა მეც ძალიან გამიხარდა. ეხლა და თან რა იყო იცი? აქ ვაკეთებდით საიტებს, ის იყო ცოტა სხვა სფერო, რაც ფინანსებს ეხებოდა რა. და ძალიან დამაინტერესა, იმიტომ რომ სულ მიყვარდა ეს საფრთხილო საქმეები, ვაი და რამე რო გაგეპაროს რომ ვიღაცას ფული აკლდება და რაღაცა რა. და მეთქი ცადო რა, რატომაც არა და ნუ გადავედი, მანდაც ძალიან განვითარდი. რა ვიცი, სინიორ დეველოპერები ვინც იყვნენ და არა მარტო ეს მენეჯერიც, ეს უკვე დიდი კომპანია იყო, ტესტერები ყავდა, დიზაინერი, 3 მენეჯერი ყავდა, თან უცხოური უკრაინელი თიმიც იყო რა, რაღაც და ვისინქებოდით და მოკლედ აი ცოტა უფრო წინ წავედი რა. და საქმეც უფრო მაგრად ავამოღამეო გაცილებით, აი 10ჯერ განვითარდი კიდე რა, იქ თუ 10ჯერ განვითარდი, იქენა სადაც ვიყავი, აქაც ეს უკვე იმიტომ რომ უკვე რაღაც მიდლი ხარ და გზაზეთ გახარ და უკვე რაღაცა სხვა. იქ ჯუნიორი მე ვქვა, მაგრამ აი კარგი ჯუნიორი ვიყავი რა, იმიტომ რომ ჩემ თავსაც ვატყოვდი ხა რაღაც ტასკი რომ მივიდო და მაგრა ვაკეთებდი რა. და მოკლედ და აი ისე ვიყავი რომ ლაპარაკებში სინიორებს უთქვიათ რომ
შენაირი კადრიო რაღაცა და მეც ძალიან სიამოვნებდა რომ ესე იგი ვაკეთებ რაღაცა თან მიფასდებოდა თან ამბობდნენ ანუ ღიად ყველაფერს რა მოკლედ აი მანდაც განვითარდი მანდაც დიდხანს არ ვიყავი ოღონდ წელიწადი და რამდენიმე თვე და არა ბოდიში 2 წელი მან 2 წელი და რამდენიმე თვე ვიყავი და მე მოხდა ისე რომ ლივო თინეტის ლივო თუ იცი მაშინ სხვა სახელი ერქვა მოკლედ მაშინ ჯერ All-Prof 1G იყო და აი TBC მიყიდა მაშინ უერთდებოდა რა და აი 3 დეველოპერი იყვნენ და 5 კაცი იყო სულ კომპანიაში და აი მაგ დროს რაღაცა შევხვდით ვიღაცებით აი ფრიუნელი იყო რამდენიმე ვინც რეკომენდაცია გამიწია და რაღაც და შემხვდნენ და ის თუნდაც ეს CEO-ს ფრიუნელი იყო ძალიან მინდაო რომ შენ ჩვენთან იყო და რაღაც მეც მოვინდომე მოტივაცია მომეცა და მითხრა რომ სინიორ იქნებიო რა და ეხლა ჩვენთვის ეს ძალიან დიდი ტრამპლინი იყო არის ძალიან მაგარი და თან ჯერ სახელიც მაგარი იყო მე პასუხისგებლობა მიმატებოდა და ბავშვობიდან ვიყავი ეგ ტიპი რომ აი პასუხისგებლობა თუ მქონდა რა რაღაცაზე ვიღაცამ რავენ დამავალა ხო აი ბოლომდე ვაწურინებდი ყველაფერს რა აი თავარია გამეკეთებინა და მოკლედ აი ჩემი თავიც მოვამზადე და წავედი როგორ აქაც ისევ ეგრევ ნერვიულობდი ნეტა როგორ უთხრა წასვლაზე მაგრამ რაღაცნაირად გადავლახე და უკვე აი მაქედან მოკლედ ძალიან სწრაფი ტემპით იმიტომ რომ რაღაცა ლივოში ძალიან განვითარდი რა იქ TBC-სთან კვეთები იყო მთელი პროექტი რეალურად არქიტექტურულად დავგეგმე მაშინ ახლა დავგეგმე ჭალებში მაგრამ თავიდან ყოველ შემთხვევაში საფუძველი ჩაუყარე რა მე ნუ იქ სისადმინები აიყვანეს და იქ უკვე რაღაცა ფაიპლაინების გამართვა ვიცოდი სხვათა შორის უკვე და რაღაცები უკვე ტექნიკურად კარგად მესმოდა რაღაცები პრაქტიკა არ მქონდა მაგრამ ვიცოდი იმიტომ რომ იქ ვაკეთებდით იქ ძალიან კარგი სისადმინები ყავდა და მოკლედ აი იქ გავშალე ფრთები რა აჰა შენიერ და აი მაქედან უკვე კლიპიმდე როგორ მიყვა ხო აი როგორ იყო იცი მე ერთი მომენტი იყო რომ ანუ ლივოშიც 2 წელი იყავ ლივოშიც 2 წელი ვიყავი ხო და მოკლედ როგორ იყო იცი ვერ რისკზე ვერ წავედი რაღაც მომენტში მქონდა შემოთავაზება პულსარისგან რა პულსარი იყო მაშინ ჯერ არ იყო ხონდ გაყიდული ზალისგან მქონდა შევხვდი და აი ოფერიც არ გაუკეთებია ჯერ როცა მივწერე რომ მეთქი ვერ წამოვალ ხო და ზალი წერს რომ მას ანუ მე ძალიან მეგობრობთ ეხა და მე გადავებოდა რომ ანუ რატომ მითხარი უვარიო და აი შემეშინდა რომ სხვა ის იყო სტეიკი და მე უკვე PHP-ზე კარგ ლეველზე ვიყავი ისინი Python-ზე იყვნენ და აი ეგ რო შემეცვალა იმის შემეშინდა რომ მეთქი ვაი და იქ ვერ გავქაჩო ბიჭო არა ხო არა მაგრამ იქეთ რო წავსულიყავი ეხა გაცლებ თქვა მეტი ფული შეიძლება მქონოდა მაგრამ მარტო ფულზე არ არის ანუ ეხა აი კლიპში გაცლებით სხვა ლეველზე ვარ სხვა რაღაცას უმიზნებთ სხვა მიზნები გვაქვს და სხვა ფაქტობრივად ხო და აი ეგ მაინტერესებს ეხა ნელ-ნელა რო კლიპისკენ გადავალთ და იმას ვიცი მე ერთ სამსახური იყო და კლიპი დავიწყეთ და კლიპი დავიწყეთ მაგრამ მარტივი იდეით მე და ჩემი ძმაკაცმა ჩემი ფრიუნელი აი ეს საიდან მოვიდა საერთოდ ამ კლიპის იდეა რა ზუსტად რა ძალიან მიყვარს ქართული ფილმები ჯერ ბოდიში სანამ უშუალოდ მაგას დაიწყე კლიპი რა არის აი და რომ მე ვიცი მხდება რაღაცები მაგრამ მაინც არ გავიგე არ გეწყიოს რა საკეთებს არა მესმის კი იმიტომ რომ თავიდან სხვა რაღაცით დავიწყეთ დღეს არის კლიპი გიფების კლიპების სტიკერების ხო სტიკერები მახსოვს შენგან ხო ანუ აი მაგათი დიდი ლაიბრერი პლატფორმაა დიდი და ვართ რეალურად სერვისი third party service ნუ კრეატორებისთვისაც ვართ შეხვიდი ატვირთო მაგრამ ვართ მაგის third party service-ი მაგალითად პირობითად WhatsApp-ში messaging-ის დროს რომ გიფების ღილაკია აი ეგ გიფების ღილაკი რასაც ემუშავება პოტენციალურად ვართ ჩვენც რა იმიტომ რომ ეგ არის სერვისი ეგ არის სერვისი რომელიც გიფები აქვს და სთავაზობს გიფები და API გაქვს და იქ ძალიან დიდი ბევრი რამე არის უკან რა თავიდან ერთი შეხედვით ძალიან მარტივია რაღაცა გიფებია რა უნდა search-ი გამოაჩინე და ხატე რა მაგრამ აი უკან ძალიან დიდი ინფრასტრუქტურა არის რა და ერთ-ერთი განსხვავება ბაზარზე ჩვენ აი კონკურენტებთან რაც გვაქვს არის ის რომ ან კონკურენტები ქართველები არ არიან არა სულ 2 კონკურენტი გვაქვს ბაზარზე ტენორი და გიფი G5 ხო ტენორი დიდი ტენორი Google-ის G5 Facebook-ის იყო და ეხა Shutterstock-ის არის რა ანუ ეგ დიდები ბაზარზე ეგენი არიან რა ტენორი უფრო Tumblr-ი თუ არა ხო არა გიფების პროვაიდერები ეს ორი არიან და ოღონდ პლუს ტენორმა ეხლა ხან გამოაცხადა რომ 30 ივნისს shutdown-ს საკეთებენ და 2 ვრჩებით ასე ვთქვათ. ბრავო. ანუ ძალიან მაგარი მოისწავლე. ხო, მოკლედ ერთ-ერთი პლუსი, ძალიან დიდი პლუსი, ნუ ბევრი პლუსი გვაქვს რაღაც მომენტში, მაგრამ თავარი პლუსი გვაქვს ის, რომ ჩვენ გვაქვს რაღაცა
ბიზნეს იდეაც გვაქვს ამ გიფებში. ზოგადად ეს გიფები არის უფასო, ბიზნესი არ არის, რა ფულს ვერავინ ვერ აკეთებს. და ჩვენ გვაქვს იდეა, რომ უბრალოდ ვაკეთებთ უკვე. რეკლამებს ვსვავთ გიფებს შორის რა. ხო. და პლატფორმასთან ვაშიარებთ revenues. ანუ მაგალითად არის messaging პლატფორმა თუ აქვს რამე, სადაც გიფები, ან messaging შეიძლება არც იყოს სოციალური ქსელი რამე და კომენტარები გვაქვს გიფებით რა. ხო. რაღაც. გიფებს შორის რეკლამას რო გამოვაჩენთ შენი პლატფორმის გავლით. გიფებს შორის რას ნიშნავს? აი hello დასერჩ, ან რაღაც burger, I'm hungry დასერჩ რა. გიფები ხო ჩანს ეს greedy. კი. სია. ხო. ეს პირველი მეორე მესამე რაღაც. და რაღაც მესამე და მეოთხე გიფ შორის პატარა რეკლამა გამოჩნდეს იმ გიფის ზომის. შეიძლება McDonald's-ის რეკლამა, McDonald's-ის ბურგერის რეკლამა იყოს რა. გავიგე. შეიძლება დაკლიკვად იყოს, შეიძლება არც იყოს. ანუ ბევრი ვარიაცია აქვს, მაგრამ ნუ რეკლამა გამოჩნდება და რეკლამაში ბევრი ერთხება გადახდა რა, ანუ კლიკზე, views-ზე გამოჩენაზე სხვადასხვა ფასები აქვს რა. და ეს revenue რაც დაგენერირდება შენი პლატფორმიდან. მაგას უყობთ მე, ნუ პირობები წინასწარ თანხდებით და რაღაც მოკლედ მან ძალიან დიდი თემა არის, მაგრამ ანუ ბიზნეს იდეაა რა, ჩვეულებრივი და ფიჩერი რომელშიც იდეაში ფულს იხდიდნენ, ანუ იმიტომ რომ სერვისი ძვირჯდება რა, ანუ ამით ძალიან დიდი ტრაფიკი მიდის, ინფრასტრუქტურა დიდია, მაგაზეც კითხავ აუცილებლად. ხო, მაგაზე უეჭველი მივალთ და მოკლედ მაგას სერვისი რომელშიც ფულს იხდიდნენ, გავხადეთ თეორიულად მომგებიანი პირიქით, ანუ ფული კარგად გადაიხადო, იღებ რა აქეთ შემოსავალს, ეგეთი გავხადეთ რა. და მოკლედ აი მაგას ვაწვევით. ამის იდეა საიდან დაიწყო? ხო და ამის იდეა იგრი არ დაწყებულა რა, ანუ აი ზოგადად ეგ არის სტარტაპის გავიცანიო გივიო, ეგ ყველა. არა, გივი, ხო, როგორ იყო, იცი? გივი ჩემი ჯგუფელი იყო, 4 წელი ერთად ვიყავით კი და მანამდე მეტი რა. ხო და აი როგორ დაიწყო, იცი? მეც და გივისაც გივი მოვიდა ჩემთან პირდაპირ იდეით, გივი იყო სტარტაპერი რა, ანუ რამდენიმე კომპანია ქონდა, მათ შორის მიმდინარე ქონდა რამდენიმე ბიზნესი ეხაც მუშაობს ზოგი რა და მე უფრო ვიყავი დეველოპერი ტიპი რა. მაგრამ მე და გივის ერთადაც კვეთა გქონდა რაღაცა პროექტები აქვს გივის გაკეთებული შენთან ერთად და სხვადასხვა გალერეას გავუკეთეთ რაღაცა თქვათ და მოდიცოდა კარგად მუშაობდით რა და მოვიდა ჩემთან პირდაპირ იდეით და იდეა მითხრა ეგეთ რომ გავაკეთოთო პლატფორმაო აი ეხლა გიფები ხო არისო ჩვენ გავაკეთოთ კლიპებიო რა პატარა კინოებიდან რაღაცა მულტფილმებიდან რაღაცა ამოჭრილი 10 წამამდე ვიდეოები ეგ საიდან მოგქონდათ ეგ 10 წამიანი ანუ ჩვენ დავჭერით რა კონტენტ კრეატორები გვყავდა და რაღაცა ოღონდ ჯერ იდეა მითხრა ეგ და აღმოჩნდა ეგეთ რაღაც აღმოჩნდა რა იმ მომენტში შოკი მივიღე იმიტომ რომ მე იმ მომენტში ძალიან მიყვარს ქართული ფილმები ძალიან დავიწყე რა ხარება და ეგ ვახსოვს ვილაპარაკია მაგაზე ბევრი ხარება და გოგი არის ჩემი ისა რა რა ქვია ძალიან მიყვარს და რატომ მიყვარს იცი ხარება და გოგიას რა ვიცი ყველა 10 წამიანი მონაკვეთი რო აიღო ფილმი რო დაჭრა რა რაღაცა უეჭველი არის აი ვიღაცას რო ჩაუგდო ჩატში და ხარება და გოგიას MP4 ვერსია მეგდო დესკტოპზე ტელეფილმი ვიცი ზეპირად ახლა რომ მითხრა ამ წამზე რა ხდება გეტყვი რა ხო და დესკტოპზე მეგდო და რაღაცა CLI თული მქონდა გაკეთებული from to წერდი და აქედან მიჭრი და იმ მონაკვეთს და ვიღაცას რო ეჩატავებოდი და რაღაცას მეტყოდა და აი გამახსენდებოდა ხარება და გოგიდან მომენტი ესე ვჭრიდი და ეგრევე ვუგდებდი რა უცებ აი 10 წამში ალბათ რა და ეს რომ მითხრა გივი ანუ შოკი მივიღე იმიტომ რომ ეს რაღაცა მონაკვეთები ეს ფილმებიდან ამ შემთხვევაში მე ხარება და გოგია და ნუ მქონდა რაღაც დესკტოპზე ერთი 100 ცალი ეგეთი მონაკვეთი ჩატში ვიყენებდი რა და ეგ იდეა მითხრა ოღონდ იმან მითხრა ბიზნესად რა პლატფორმაო და ხო ძალიან გამიხარდა მე ეგრევე კი უთხარი რა მეთქი აი რო ვანახეთან და მოკლედ ძალიან დავიმეჩეთ მაქედან დავიწყეთ და დავიწყეთ კლიპებით რეალურად ჩვენ ვიყავით ვიდეოების შემქმნელი ეგეთი რაღაცა გვეგონა რომ Facebook-თან რომ მივიდოდეთ და ვეთყოდით რომ აი ნახე Messenger-ში გიფები რო გაქვს ნახე კლიპებიც რა მაგარია გვეგონა რომ აი იმ დღესვე მილიონებს მოგცემდა რა და აღმოჩნდა რომ ეგრე არ არის ოღონდ აქამდე მისასვლელად დაგჭირდა 1 წელი თუ 2 წელი რომ ეხლა მიხანი არსებობს 4 წელი ხო რაღაცა კი უკვე 4 წელზე მეტია 4 წელიწად ნახევარია უკვე ვართ რა და წელიწად ნახევრის თუ მეტის თან ის იყო რომ ფული არ გქონდა რა უფასო მე და გივი მუშავდით ჩვენთვის ხო ახლა ერთი ბიჭი ყავდა კიდე მობაილს აწვებოდა და ფული არ გქონდა საერთოდ 0 და ჩვენი ხობათ ვაკეთებთ მეც მუშაობდი გივით თავის საქმეს აკეთებდა და აი ერთი არ ვიცი ტელეკლიპის განმავლობაში 10 ჯერ ან 20 ჯერ გვაქვს ხელი ჩაქნევდი რომ აი ხვალ თუ რაღაცა არ მოხდა ტიპიური სტარტაპული ანუ სტარტაპი ეგ არის ხო აი ყველა მომენტი ბეწვის ხიდია ყველა მომენტში რაღაცას აი ფეილის ის გავს რა აი ხვალ შეიძლება რაღაცა მოხდეს აი მე რო შენ გაგიცანი
მაყურებელსაც რო უთხრათ, გაგიცანე პირველად გნახე Web Summit-ზე პორტუგალიაში 2022 წელს. მეც მაშინ 22 იყო? 23 იყო მაშინ. 22-ში ხელი ჩაქნეული ქონდა, აი აქ ქონდა და მეკითხა და წელი რო შემისწორე, ეხლა გამეცი პასუხი, მაგრამ ნახე რა მაინტერესებს, უკვე მაშინ როგორც მახსოვს, ასე თუ ისე ფეხზე იდექით შედარებით რა. და აი რა მაინტერესებს იცი, აი ზოგადად მსგავსი კონფერენციების იდეები, აი Web Summit-ს რაც ქვია რა. არ მაქვს უშუალო Web Summit-ზე, აი როდესაც ეს სტარტაპები ერთად იკრიბებიან და ეს ამის იდეა ხო ისაა რომ ინვესტორი მოიზიდო. და არა მარტო ალბათ რა, კონტაქტები, შეიძლება ვინმე პლატფორმა ნახო, აი ვინც შენი პროდუქტი მიიყიდო ვიღ. ანუ არ ვიცი ვის ნახავ და ვის შეხვდება. ნეტვორკინგი უეჭველია. ხო, ინვესტორი შეხვდება თუ შეიძლება დეველოპერი ნახო ვიღაცა თეორიულად რა. აი სტარტაპებისთვის მსგავსი სიტუაციები რამდენად მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ მაგის მერე უკვე რო გაგიცანა, კარგად იცნობდი მაშინ, უკვე მერე სხვაგან რამდენიმე ადგილსაც გინახა. Axel-ზეც ხო გნახე ერთხელ, ხო და კი მახსოვს ეგ და აი მაგას მსგავს ნეტვორკინგს რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმაში რა. იმიტომ რომ მე ძალიან კიდევ დავამთავრებ და გამის პასუხი. აი იცი რა არის ძალიან მაინტერესებს როგორ ხდება უშუალოდ როდესაც ესეთი იდეით მოდიხარ და აი ზრდის პროცესი რა აი სტარტინგ პოინტი გაქვს არაფერი და აი ეს როგორ ხდება ფეხის ადგმა რა ძალიან რთულია და ჯოჯოხეთია მესმის აი როგორ უნდა იმას აქ მოირგო ასე რომ ვთქვა აი რა იყო თქვენთვის რა კრიტიკული ნაწილი რამაც თქვა დაგეხმარათ წინსვლაში Okay, იცი პირველი მე დავიწყებ, რომ ნეტვორკინგი ძალიან მნიშვნელოვანია. ნებისმიერ ივენთი შეიძლება არც იყოს რა. რა თქმა უნდა, ეხლა Web Summit-ზე გაცილებით მეტი ვიღაცას ნახულობ, ვიდრე რა ვიცი, თუნდაც Axel-ის ივენთზე, მაგრამ Axel-ის ივენთზე შეიძლება სხვა ტიპის ხალხი ნახო რა. და სხვანაირად დაგეხმარნო და სხვანაირად რა ვიცი, ვინმე გაიცნო, შეიძლება ინვესტორი გაიცნო, შეიძლება დეველოპერი გაიცნო, ისე ბევრი ვინმე შეიძლება გაიცნო რა. შეიძლება შენაირი ადამიანი გაიცნო. რომელიც არც ერთია, მაგრამ აი ბევრ რაღაცაში ვიყო. პირველი შეხვედრაზე ლუდზე დამპატიჟა ფოტოშოპის. გახსოვს? კომპანიით ვიხდით. ხო და მოკლედ როგორ იყო, იცი, ანუ ჩვენ შემთხვევაში რო არ მოგატყუო Web Summit-ზე რო ვიყავით რაღაც ავშენით თქო არა იმიტომ რომ ჩვენ შემთხვევაში უფრო ხარჯი იყო ეგ რა აი არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ წამოგვიღია მაგრამ აი თუნდაც რა იყო იცი მნიშვნელოვანი ღირებული იყო აი ქართველი სტარტაპერები ვინც იყვნენ გივი უფრო იცნობდა რა ანუ ყველას იმიტომ რომ გივის აი რა საქართველოში ჯიტა რო დაიწყო გივი მას მერე ჩართულია და აი ყველას იცნობს და მე ფაქტობრივად აი კლიპის დროს შევუერთდი ამ თემებს რა და მე გაცილებით ბევრი ვინმე გავიცანი. ეგ იყო ჩემთვის ღირებული, თორე როგორც კომპანიისთვის არა, ალბათ რამდენიმე პოსტი რო დავდეთ, რომ აი ეგ ვიყავით და რაღაცა დავსთორეთ რა და რაღაცა გვინდოდა რომ ინვესტორებს ვენახეთ, მაგრამ ნუ ვერ ვნახეთ. მაგრამ ის იყო თემა, რომ აი ეს რო ამბობ, რომ როგორ ამოხდა რა, ანუ რეალურად ძალიან რთულია სტარტაპი რა, მით უმეტეს საქართველოში, მით უმეტეს არაფრიდან რო იწყებ, ანუ ბიუჯეტი რო არ გაქვს და მით უმეტეს რო გინდა რომ გლობალურ რაღაცაზე გახვიდე. ჩვენი მიზანი იყო რომ ანუ ჩვენ უკვე შენ Web Summit-ზე გაგიცანი, მანდ უკვე ჩამოყალიბებლად ვიცოდით რა უნდა გვექნა. ანუ აქ ამ იდეამდე ამოცანა არსებობდა უკვე. ეს ვიცოდით რა უნდა გვექნა. ჯერ არ ქონდა ტექნიკურად ზად, მაგრამ ბიზნეს იდეა ეს იყო რა. იმიტომ რომ აქამდე ბევრი რისერჩი გავაკეთეთ, მაგრამ პირველად ანუ ეს გადამწყვეტი მომენტი იყო პირველი ინვესტიცია, იმიტომ რომ აი ხელი ჩავიქნიეთ მე და გივი, ანუ აზრი არ აქვს რა. კონტენტ კრეატორები ავიყვანეთ არ მახსოვს რამდენი, მაგრამ TBS-ის რაღაცა გრანტი მოვიგეთ და 10000 მგონი და იმ კონტენტ კრეატორებს გადავუხადეთ, რომ ფილმები დაეჭრათ რა, მაგრამ კონტენტი ჰქონდა სულ რაღაცა 10000, 20000. ხო. აი არაფერი არ გქონდა რა. და მოკლედ ხელი გვაქვს ჩაქნეული და ვეძებთ რომ აი რა ვქნათ რა. არც ბიზნეს იდეა გვაქვს, ვხვდებით რომ ეს არ მუშაობს, იმიტომ რომ Skype-თან გავედით რაღაცნაირად ჩვენი ქართველი დეველოპერებიდან და არა რა კლიპებიო რა და თან კიდე კაი არა გვითხრეს, იმიტომ რომ ეხლა რომ ამ გადმოსახედიდან რაღაც ინფრასტრუქტურულად რა Digital Ocean-ზე გქონდა $20 სერვერი და ზედიო ყველაფერი ბაზარ, ედისი, კოდ ყველაფერი ვაფშე და გვეგონა რომ აი Skype-ი დაგვაინტეგრებდა. კიდე კაი უარი გვითხრეს რა და მოკლედ ეგეთი კიდე კაი ბევრი გვაქვს რა ზოგადად აი დღესაც რო ვამბობთ რომ რაღაცა შეიძლება ხვალ კიდე კაი იყოს დღევანდელი. ხო და მოკლედ პირველი ინვესტიცია იყო ძალიან მნიშვნელოვანი რა ჩვენ შემთხვევაში, იმიტომ რომ ალბათ ეგ რო არ მოხდარიყო უეჭველი თავსვანებებით. აი ბოლო იმედები გადაწურული გვაქვს, მე და გივი აღარ მუშაობთ, აღარაფერს აღარ ვაკეთებთ და არ მახსოვს რანაირად ასობით ინვესტორთან აქვს გივის გაფიჩული ეს იდეა და აი იქ რაღაცა ესპანელებთან ვიღაცებთან რა და მაგრამ ფულს არ გვაძლევს და
ჩეხი ინვესტორები იყვნენ ჩამოსული და ერთ-ერთ ქართულ სტარტაპში ჰქონდათ ფული ჩადებული და არ ვიცი რაღაცა ივენთი იყო, გივი დაიკონტაქტა რაღაცნაირად და გაუფიჩა იდეა და შეგვხვდნენ თავიდან. და ვარ მოვიხოდეთ ჩვენს რომ აიმე შეიძლება რამე მოხდეს და მოგეთ პირველი 100,000-იანი ჩეკი რაღაცნაირად ჩადო ჩეხი Presto Ventures-ი არის ეგეთი venture ფონდი და აი მაქედან დაიწყო როგორც კომპანია რა. რაც დაახლოებით მსგავსი კომპანიისთვის 1 წლის საფუძვლის უნდა ყოფილიყო, ხო? მეტის runway არის ეგ რა. იმიტომ რომ ჩვენ ყოველ შემთხვევაში საქართველოში ეხა არ ვიცი, მაგრამ მაშინ არ იყო ჯერ იმდენი ხელფასებიც და ჩვენ ფაუნდერები ეგრე ვართ, რომ თუ რამე ჩვენ არ ვიღებთ ხელფასს რა და კომპანიას რაღაცა ეგრე ვიყავით. თან იმიტომ რომ მაშინ ჯერ კიდევ მუშაობდით რა მეც და გივიცნოთ რომ ფული არ გქონდა არაფერს პირველი ინვესტიცია და აი პირველი ინვესტიციის მერე უკვე რაღაცა ოფისი თქვით რომ მოდი ოფისში ვიაროთ, იმიტომ რომ აქამდე სუსახლიდან ვიყავით რა. ოფისში დავიწყეთ სიარული, პირველი დეველოპერი ავიყვანეთ, ჯერ ერთი მერე ორ თვეში მეორეც და ჩვენს ხელფასები დავინიშნეთ რა. ოღონდ ნუ რა თქმა უნდა დაბალი. და აი აქედან უკვე დავიწყეთ აი ოფისმა ძალიან ბევრი რამე შეცვალა სხვათა შორის რა. რატო იცი? მიუხედავად იმისა რომ მე და გივის კომუნიკაციის პრობლემა არ გქონია არასდროს რა, ანუ ნებისმიერ დროს ხაზზე ვართ და რაღაცა. როგორ გითხრა არ ვიცი, თეორიულად შეიძლება რიმოუთადაც ძალიან კარგად ააწყო, მაგრამ სტარტაპში აი ძალიან ბევრს ნიშნავს ერთ ოთახში რო ზიხართ და ერთად აზროვნებთ რა. აი ეს ბიზნეს იდეა სანამდეც ეხა მოვედით, რეალურად ეგეთ დროს დაიბადა რა. აი წამოყვირების საფუძველზე რაღაც მომენტში გივი წამოიყვირა რომ ბიჭო რეკლამები ხო არ გავუშვათ. და აი ამ სიტყვების მერე დავიწყეთ რისერჩი რა. ეგ შეიძლება არც მოეწერა ალბათ. ერთი ჩაეკეტა თავში რა რეკლამები და სო რა. აი მაგიტო ოფისმა მოკლედ დაგვაჩქარა რაღაცები თან ახლა დეველოპერებიც რა ვიყვანეთ ჩვენს უკვე ასე დავიწყეთ მენეჯმენტში ვიყავით თქო მოგატყუებთ ყველა ერთი ვიყავით რა იმ მომენტში ახლა უფრო რაღაც განვითარდით და ბევრი ვართ და რაღაც შედარებით მაგრამ მოკლედ მაგიდან დავიწყეთ და მერე იყო ამ პირველი ინვესტიციის მერე უკვე ეს ოფისი რო გქონდა უკვე რეალურ რაღაცებზე დავიწყეთ ფიქრი იქ სერვერები ეს 20 მივხვდით რომ ეს $20 სერვერი ნუ არ არის აშკარად და მანდ რა ქენით ანუ ჯერ სანამ სერვერებამდე როგორ რა გადაწყვეტილება მიგიყვანათ რომ რა არ ყოფნიდათ ანუ ხალხი უკვე გყავდათ არა, მაგრამ ჩვენვე გავაფუჭეთ ჩვენივე სერვერები რაღაც მომენტში რა. და ანუ რაღაცებს ტესტავდით და რაღაცა კონექშენების ლიმიტზე გავიდა აი ბაზა. და ვაიმე, ვაფშე ბაზას კონექშენების ლიმიტი ქონია. იმიტომ რომ მაქამდე კი მიკეთებია რაღაცები, მაგრამ ესე ბაზა სხვა ასეთაფებდა რა. მაინც ის სისადმინები და იმიტომ რომ ესე ყველაფერი მე გავაკეთე ხა. ბაზას ნახე და იქ რაღაცა დავარესერჩეთ უკვე თან აი ChatGPT-ც უკვე შემოვიდა რა, ეგ პერიოდია და უკვე რაღაცებს გაცლებით სწრაფად ვაკეთებთ რა. ნუ მე იყო ეს სერვერების თემა ხო ოდნავ დავხვეწეთ თქო განარა მე რაღაცა $20-დან გავხადეთ $100-იან და უფრო ძლიერი თქვათ. მაგრამ მე იყო ის JITAS გრანტი იყო, მაგრამ როგორ იყო იცი JITAS გრანტამდე იყო ერთი JITAS გრანტი რომ მოვიგეთ. მანამდე იყო ერთი რაღაცა ივენთი, რომელშიც წავაგეთ, ვერ მოვიგეთ უბრალოდ რა, წავაგეთ რა, ერთმა მოიგო. ხო და იმ ივენთამდე 3 დღე იყო სხვაობა, ორივე იყო ბათუმში. JITAS და ესეც. და იმ ივენტზე რა იდეითაც გავედით, ჩამოვედით ბათუმიდან. წარმოვიდგინე, ანუ ისევ ვინახავდით ფულს, რომ იქ არ დავრჩით ის 3 დღე რა, ანუ რაღაცა კომპანიისთვის ზარალი იყო. ხო და ეს იდეა რაც იქ გავიტანეთ, მივხვდით, რომ ანუ არაფერს არ ამბობს რა, მაშინ ისევ იქ ვიყავით, რა, გიფები, კლიპები, უკვე გიფებიც ჰქონდა და რაღაცა პლატფორმებს შევთავაზებთ სერვისს. და აი რო ჩამოვედით და 3 დღე ოფისში ვიყავით და მე 3 დღეს წავედით, აი ამ 3 დღეში შევცვალეთ ბიზნეს იდეაც. ის დოკუმენტაცია კი არა, პრეზენტაცია და ყველაფერი რა და ჯიდაზე რომ გავედით, ანუ სხვა იდეით გავედით უკვე და ის მოვიგეთ რა. სხვა რაღაცა გავფიჩეთ. ხო და აი ამ 3 დღე მოკლედ ძალიან ბევრი რამ შეცვალა. აქ გადაწყდა კლიპი ეხა სადაც არის რა. იმ 3 დღეში მოკლედ მოგვარდა ეგ. მოგვარდა რა გადაწყდა. შვენიერი. და ნუ ჯიდაზე გავფიჩეთ იდეა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არაფერი არ ქონდა მაშინ, რამდენიმე კლიენტი გყავდა, ოღონდ ცოტა რა, ანუ არა ფულს არ ვაკეთებდით არაფერს რა თქმა უნდა. მე ხარ როგორ მუშაობს, როგორ ვწხვდები რაღაც ინტეგრაციები აქვს სხვადასხვა კომპანია, კლიენტს ეძახი კომპანიებს, რომელიც შენს სერვისს აკონსიუმებენ, ხო? კი. ანუ თუ მე პირობითად ავდგები და არ ვიცი, Viber-ი გყავთ ხო თუ არ ვწდები თუ არა ხო? Viber-თან გვინდოდა თავის დროს და ეგეც ერთ-ერთი კიდე კაი არის, რომელმაც უარი თქვა. მაგათაც რო კი ეთქვა, აი Skype-ის მერე მალევე იყო.
მაგათაც რო კი ეთქვა დღეს არ ვიქნებოდით რა გვეჭველი ხო ოკეი შენი ძალიან მაგათთან გვაქვს რაღაცა მაშინ რო უარი გვითხრეს რომ აი იმას გაგიკეთებთ რა ქვია ჩატს ჯგუფს გაგიკეთებთ Viber-ზე ჯგუფის შექმნა ესე არ ხდება რა არ ვიცი როგორ არის ზუსტად და ჯგუფი გაგიკეთეს და რაღაცა ქართველი ხალხი ჩავყარეთ თუ თვითონ ჩაყარეს თუ რაღაცნაირად მოხვდა ქართველი ხალხი ამ ჯგუფში და რაღაცა სტიკერ ფექი გავაკეთეთ ჩვენმა დიზაინერმა დახატა და ანუ არაფერი რეალურად Viber-თან ინტეგრაცია არ გვაქვს მაგრამ აი ეგ გვაქვს რა კომუნიკაცია გვაქვს მოკლედ ხალხს ვიცნობთ რაღაცა მაგრამ ჯერ არა მაგრამ ალბათ მალე იქნება ეგეც რა იცი რა არის ჩემ სტარტაპებში მაგალითად რა სადაც მიმუშავე ანუ ბოლო რავი რომელი წლიდან 4 წელია ალბათ უკვე მეორე სტარტაპშია სადაც მუშაობ რა და ეს ამერიკაში ხო? ამერიკაში კი როგორ ხდება იცი პირველი სტარტაპი დაიშალა სხვადასხვა და დაფეილდა და მაქედან გამომდინარე ვარ მეორე სტარტაპში რა ხო და აი როგორ ხდება იცი ანუ წლის დასაწყისში როგორ წესი რაღაცა კონკრეტული ბიუჯეტი აქვს განსაზღვრული და საკუთარი რაღაცა მისია OKR ქვია მე მგონი მაგნაცილს რა ანუ თქვენ ძიხართ და ანუ ესე ვთქვათ მისიას ამგვარად სახავთ თუ აი როგორ არის თვითონ კონკრეტული ყოველდღიური პროცესი როგორც აი ტექნიკურ დირექტორს რა გევალება მაგ ჯილში ოკეი რო არ მოგატყო ცოტა გამიკვირდა იმიტომ რომ ანუ სტარტაპში აი ესე თავიდან early stage-ზე მინიმუმ ესე წელი დაგეგმო ჩემთვის ცოტა წარმოუდგენელია. ცოტა დიდი სტარტაპია ხო, დიდი, ანუ აი განსხვავება სხვათა შორის ქართულ და ამიტომ ამერიკაში ჩვენ რო ის აი 100,000 რო ჩვენთვის იყო აი რავი ოცნება და ძლივს რო ავიღეთ, ამერიკაში ნუ თუ ნორმალური იდეა გაქვს ანუ რამდენიმე მილიონზეა საუბარი იმ პირველი რაღაცა რომ აი რაღაცა ქენით რა და იქ ძალიან ბევრს ნიშნავს სხვათა შორის და იქ ძალიან დიდი მას აძლევს რა ანუ იგივე შენ რო ეხა დაქირავებული ყავხარ remote-ად და რასაც გიხდიან და ბევრნი ხართ ალბათ ხო რაღაცა ორნი არ იქნებით ბევრნი 30-ნი ვიყავით და ვივსებით რა აი 30 და ახალი სტარტაპი არის გაყარეს ჰარდრეზე ტიქნეს და ეხა ახალი ივსება და ეხა ვართ 20-მდე სადღაც ეგრე ხო აი 20 ჩვენ ჯერ არ ვართ წარმოიდგინე რა ანუ ეგ დიდი სხვაობაა. მაგრამ ნუ პირდაპირ გეტყვი, არ ვგეგმავთ ეგრე, ვერ ვგეგმავთ რა. ანუ წლის დაგეგმა, ნუ კარგი არის რაღაც მხრივ რომ გოლი იცი, ანუ აი მიზანი რა გაქვს. მაგრამ ძალიან რთულია რა. რაღაცები აი overnight იცვლება რა. მე და გივი ხარი ამერიკაში რა, სან-ფრანცისკოშია და ნუ ეგ ძალიან ბევრს ნიშნავს მაგის თქმა მინდოდა კიდე რომ აი თუ გლობალურზე გასვლა გინდა, იქ ვიღაც უნდა გყავდეს. აი ღმერთს მადლობა და გივის მადლობა რომ გივი იქ არის, თორე ეხლა სადაც ვართ, ალი ბევრი რამე არ გვექნებოდა რა. ან ვიქნებოდით ან არა კიდე, იმიტომ რომ შეიძლება ხელი ჩაგვექნია. ანუ იქ ინვესტორების მოზიდვის არა მარტო რა, ანუ იქ რო ხარ, აი როგორია, იცი, ლანჩზე გადიხარ, რა ვიცი, ვიღაცის CTO-სთან. და აი ძალიან ახლოს ხარ, ყველა იქ არის რა. და მოკლედ აი მაგ ამბავში ძალიან ბევრი რამე და ისედაც რომ ეუნები რომ აი სან-ფრანცისკოში ვარ ეხლა რა და ხო არ, რა ვიცი, ნახოთ ერთმანეთი. და არა ის რომ თბილისში ვარ და დავქოლოთ ჩემი დროით ღამის 10-ზე. ხო. ანუ დიდი სხვაობა თუნდაც მეილის მიწერაში რა. შენც უფრო ეს პირადი ურთიერთობები გვიყვარს რა. არა მარტო იქაც ეგრეა, ზოგადად დიდ კომპანიებში მგონი უფრო ეგრეა რა. ვიდრე ის რომ რაღაცა მე შენ კონტაქტ company.com-ზე გამოგიგზავნე მეილი, უფრო არა, ანუ უფრო ან ნეპოტიზმი და ისე შინაურულად არა, მაგრამ ანუ ეგ ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ პირადად ნახულობენ, აი გივის ეხა ვინც პირადად შეხვდა, ყველასთან გაცლებით უკეთესი ის გვაქვს. ვიდრე ვისთანაც ესე თუნდაც warm intro-თი ვიღაცამ დაგვაკავშირა და რაღაცა ვიკონტაქტეთ და დავქოლეთ რა. რაღაც არის სხვანაირად, მგონი ადამიანები ეგრე ვართ რა ზოგადად. ხო და მოკლედ აი წელს არ ვგეგმავთ რა. რაღაცა შორეული მიზანი გვაქვს, ეხა ამ წლის ბოლოს თქვა გვინდა რომ ვიღაცები რა დიდი კომპანიები ჩვენთან იყვნენ, მაგრამ აი რამე კონკრეტული სხვა რა ვიცი, აქამდე მივიდეთ არა რა, იმიტომ რომ ძალიან მოკლე რაღაცებს ვგეგმავთ რა და არ ვაკეთებთ ისე რა ქვია აი კიდე კაი რო არ ვაკეთებთ, თქვა თავიდანვე არ დავისახეთ მიზნად, რომ ჩვენი ინფრასტრუქტურა იყოს ისეთი, რომ გაუძლოს მეტას დაუშვათ. ეგ რო დაგვესახა თავიდან მიზნად, ვერ გავაკეთებდით მარტივად. ჯერ ესეთი არაფერი გამოცდილება არ გქონდა და მეორე ვერც გავტესტავდით რომს გვექნა და მეორე ფული არ გქონდა მაგდენი რა. ანუ ყოველ ნაბიჯზე გავაკეთეთ რაღაცა იმ მომენტში რაც გვჭირდებოდა, იმაზე რაღაცა ორჯერ მეტი ვთქვათ. რაღაცა იქ ჯერ ჰეცნერზე ავიღეთ სერვერები დაუშვათ, ინფრასტრუქტურას რო შევეხოთ ცოტა თან რა. ჰეცნერზე ერთი სერვერი არ ყოფილა. ჰეცნერი გერმანული ის რო არის ხო cloud-ი როგორც მაგას. ხო, cloud-იც არის კი, IAP-ია, მაგით დავიწყო. ქართველები ბავშვობიდან ხო IAP ჰოსტერზე ისამოks რა. ხო და IAP-ია,
კარგი სერვისი აქვს და ანუ cloud-იც აქვს, თქო, ჩვენ root server-ებს, ანუ root ეწნომას გაძლევენ ქირავ კომპიუტერს, რომელიც network-შია ჩართული და დენი აქვს რა. dedicated ხო, dedicated server-ებია, კი. და ნუ რაღაცა ერთი სერვერი ავიღეთ $150 ოღონდ Digital Ocean-ის $100-ზე თქვათ იყო 10 ჯერ ძლიერი რა, იმიტომ რომ ის ეგეთი იყო რა, ის Digital Ocean cloud-ია. მე მივხვდი ბოდიში მე მგონი გაგეცხვეთინე მაგას ამბობდი ერთ სერვერზე მუშაობს ეს თუ არა ეს უბრალოდ კი ანუ რაღაც მომენტში რომ დავიწყეთ ეს Digital Ocean-დან აქ გადავედით. მე მივხვდით რომ რაღაცა ეს ერთი სერვერი კი კაია, მაგრამ არ ყოფნის და მოდი 5 სერვერი ავიღეთ. მოდი არ ყოფნის აუხსნათ ხალხს რა არას ნიშნავს, ანუ რა super კონკრეტულად რესურსი რა, ანუ ვიღაცები რომ დავიინტეგრეთ გზადაგზა, ანუ რაღაცა პირობითად ერთ სერვერს თუ შეუულია 100 რეკვესტის გატარება, ანუ ერთ სერვერსთან მარტო სერვერი არ არის შუაში ჩვენი სტეკი რაც არის, რაღაცა ლიმიტები გვაქვს ჩვენ რა. მე ის რეკლამები რომ შემოვიღეთ, იმან სხვა რაღაც პრობლემები გაგვიჩინა. მაგალითად, ჩვენ შემთხვევაში რეკლამების შემოღება ესე არ იყო, რაღაცა ჩვენ აქეთ ის ყავს რაღაცა სარეკლამო კომპანია გვაქვს და ვიღაცები ფაილებს ტვირთავენ არ არის რა, ანუ ჩვენც ჩავჯექით, აი ნებისმიერ აპლიკაციაში რეკლამა რო გივარდება, სანმე გიჩანს რა, ეს რაც არის demand ბაზარზე, AdMobile network-ები რაც არის მთლიანად მაგათ Excel-ში დავერთდით და ყველაფერი ხდება ეს online რა, request-ებით გაგზავნეთ. წუთში რამდენი request-ია საუბარი? დაახლოებით. აი ეხა რეკლამებზე ძალიან ჩაჭერილი არ გვაქვს, რო არ მოგატყო, მაგრამ ისე რაღაც დღესდღეობით მაგალითად 50 მილიონი request ვატარებთ დღეში. ხო. ოღონდ ეს ჩვენთან შემომავლას და ჩვენიდან რაც გადის აი რეკლამებზე, პირობითად ყველა ეს 50 მილიონი request-ი რო იმას რეკლამას გთხოვდეს, იმიტომ რომ ეხა ვისთანაც გვაქვს, ზოგთან გვაქვს რეკლამები, ზოგთან არა. ყველა რო რეკლამას გთხოვდეს, შეიძლება 100 ჯერ მეტი იყოს გამავალი რეკვესტები რა და ეს გამავალი რეკვესტები ასინქრონულობაში რაღაცებში ზოგანასია და მოკლედ ლიმიტებში იჭედები. მაგალითად მე არ ველოდი და მაგითო კითხე ეს რესურსების. ოღონდ ეს ეხლა არის, ანუ აქამდე არ იყო და მოკლედ ის აი ჰეცნერიდან იქ გადავედით, მე გავზარდეთ, მე ჰეცნერი ბანძი რა თქმა, მაგრამ ანუ ჩვენ ანუ უბრალოდ ბანძი კი არ იყო, ძალიან კარგი იყო. მაგრამ მივხვდით რომ ჩვენ თუ გვინდოდა რა ვიცი მეტასთან მივსულიყავით ჰეცნერი ანუ იმათთვის რომ გეთქვა რომ ჩვენ ჰეცნერზე ვართ თქვენ ხო არ უბერავთ რა ჰეცნერი და რა გადაწყვეტეთ და ნუ გადაწყვეტ მოდი cloud-ი ზვირია ცალსახად რა მაგდენი request-ის ვიტო ძალიან ზვირია ხო და ნუ მოკლედ ეგ გადაწყვეტაც იყო რომ მოდი წავედით cloud-ზე იმიტომ რომ გვინდა დიდი კომპანიები იქ რაღაცა ნიუსები მოხდა იქ მაგალითად აი ხა დაიდო ეგეთი ნიუსი ჩვენ დავით თუ ხანდახან თუ შეგხვდება ტენორის ეგ მინდა მოუყვეთ რა ეგ ნახე კი ანუ ხო ეგეც რეალურად იმან გამოიწვია ხალხს რო უთხრა ხო ჯერ ხალხს უთხრა თავისუფლად დამოხტა ტენორის ან ჩვენი ერთ-ერთი კონკურენტი კომპანია ვინც არის მაგის ფაუნდერი ერთ-ერთი კოფაუნდერი ვინც შექმნა შემოგვიერთდა ჩვენ როგორც კოფაუნდერად კოფაუნდერად შემოგვიერთდა ცოტა ესეთ ტერმინია მაგრამ ну ხო ეგრე ქვია რა ბორდის წევრი არის და შემოგვიერთდა რაც აი ძალიან დიდი ნიუსია რა თან ტენორი იხურება მოკლედ ეს რაღაცები მოკლედ ხდება იმის გამო რომ თქვა აი გივი იქეთ არის აი გივი რო იქეთ არ იყოს ეს ურთიერთობები არ გამოვიდოდა ამ ადამიანს გივი ჩერეს გივი ძალიან როგორ არის იცი გივი ძალიან კომუნიკაბელურია ჯერ რა მაგრამ აი ბევრი რაღაცა გაგვიმართლა ბევრი რაღაცა ჩვენ მივხვდით ბევრი რაღაცა იქ გივის აი ლაპარაკში შეიძლება შემთხვევით ვიღაცა გაეცნო და ნუ იქ აი რაღაცა ეს კონკრეტული ადამიანი მაგალითად LinkedIn-ზე დამატა პროსტა და მიწერა. რას ამბობ? თავიდან პირველი ეგ იყო რა. კი. ხო მოკლედ აი სხვანაირად აქ ხო არ ხარ გადავიკვეთოთ და რაღაცა რა. მე იდეას უფიჩავ და რაღაცა მე დამეგობრდნენ რაღაცა და მოკლედ ესე შეიკრა წრე რა. ხო და სად ვიყავთ? მოკლედ წავედით cloud-ზე. და cloud-ი გაგვიძვირდა, ნუ ჯერ setup-ი იყო, მე მიგრაციაც რთული იყო. მაგრამ AWS-ზე ვართ დღემდე მანდ ვართ. მაგრამ ნუ ეხლა განვიხილავთ ან multi clouds, ან შეიძლება GCP-ზე გადავიდეთ რა, ნახოთ. Google-ზეც ყოველ შემთხვევაში ვამზადებთ, რომ შეიძლება გადავიდეთ ინფრასტრუქტურას. და მოკლედ აი ეგრე იყო, იქ მერე ხალხიც დავიმატეთ უკვე რა. თავიდან რო ეს API first ვიყავით, ეხლა რო ტენორი იხურება ну აქამდე დაწყებული გვაქვს ეგ პროცესი, მაგრამ უკვე კრეატორებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ტენორს ძალიან ხშირად იყენებდნენ ეს დიზაინერები, ვიღაცები, ვინც აი გიფებს ტვირთავდნენ თქვათ რა. და უკვე რაღაცა ფრონტშიც ცოტა გავძლიერდით,
საიტი უფრო დავხვეწეთ, იმიტომ რომ საიტზე ხალხი შემოდის და ტვირთავს რა. მე შევედი გუშინ თქვენ საიტზე, ძალიან რაღაც რეტრო ლამაზი დიზაინია. ხო, რა შეიძლება ხალხი სხვადასხვა ზოგს მოსწონს, ზოგს არა. მეც ხან მომწონს, ხან არა, იმიტომ რომ ვიღაცები ვინც ტენორზე შეჩეული არიან და ტენორის საიტი არის რაღაცა, არაფერი რა, მარტო გრიდი გიფების, ეგ უნდათ ზოგს რა. ჩვენ ხან ვაწვევით, რომ მარტივი კი, მაგრამ რაღაცა თანამედროვე ელემენტებით ის ტენორია მარტო ძალიან ისეთია რა, კაცრად ძველებური საიტია რა. მაგრამ რაღაცა მოკლედ ხვეწთ მაგ ნაწილსაც საიტის მხარესაც და ეხა API first-ი აღარ ვართ რეალურად რა, საიტიც ვართ კრეატორებისთვის. თვითონ ტენორი შენახსენე რომ იხურებაო რა, ეხა შეიძლება შიდა ინფო არა გაქვს რა, მაგრამ რატო ეხა თქვენთვის ეგ კოზირია რეალურად რა, ტენორი დაიშალა, მთავარი ვინც იყო თქვენ შემოგიერთდათ, კონკურენტი ფაქტობრივად ნაკლები. კონკურენტი გიფი არის მაინც კი, მაგრამ რაღაცებში კი არა და ბევრ რაღაცაში ჯობი ვართ რა. და თუ ყველაფერში არა. იმედია. მოკლედ სიტუაცია თან ისე არის რომ რაღაც ინფორმაციებმა გაჟონა ინტერნეტში, ესე არ ვიცოდით რომ იხურებოდა, მაგრამ რაღაცა ჩვენს ვიეჭვეთ რომ შეიძლება დაიხუროს. თან Google-ს რაღაცა ხანდახან ხო დაუხურია რაღაც კომპანიები და რეალურად წამგებიანი ბიზნესია ტენორი რა. ძალიან დიდი აქ არის მილიონებზე საუბარი. არაფერს არ აკეთებდა და მილიონები უჯდებოდა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ტრაფიკი გადის, არის გიფები რომ ჩაიტვირთოს და რაღაცა ძალიან დიდი ის არის, პეტაბაიტებზე არის ბაზარი დღეში რა, რაც ძალიან დიდი ის არის და ტყუილი ხარჯი იყო, ფულს ვერ აკეთებდნენ, მონეტიზაცია არ შეეძლო, იმიტომ რომ რაცა იქ ადრესსა და გიფიმ და Facebook-ს უჩილეს მაგის გამო, რომ რაღაცა მონოპოლიის სამსახურმა ბრიტანეთში. მოკლედ აი მაგთემების არიდების გამო და თან ალბათ რა ვიცი, ხალხი წამოვიდა ტენორიდან ბევრი, თითქმის ყველა core წევრი ვინც იყო წამოვიდნენ და ეს მენეჯმენტი ყველაფერი რთულია რა. ამიტომ გადაწყვეტეს რომ არ ვიცი, ალბათ გადაწყვეტეს რომ მოდი დავხუროთ. და ჩვენთვის რა თქმა უნდა კოზირია, იმიტომ რომ ჩვენ აი ამ მომენტს შევხვდით ტენორის ეგრო გაფაბლიქდა, ჩვენ უკვე მზად მქონდა ინტეგრაცია რაღაცა ტენორის API თუ იყო API წერტილი tenor.com-ი პირობითად ჩვენ გავაკეთეთ რომ API.clip.com და ყველაფერი იგივე იმუშავებს რა. აი იქ რაც გქონდათ. აბსოლუტურად. ერთ-ერთი ეგ და key უნდა ამოცვალო და სულ მუშაობს რა. ეგ გავაკეთეთ და რაღაცა იქ Reddit-ზე პოსტებშიც და რაღაცაც ძალიან დაევასა ხალხს და პირველ ღამეს გონი 1700 კლიენტი დარეგისტრირდა. ეგ როგორ გააკეთეთ? ბაზის მიგრაცია ქენი? არა, ნახე იმის endpoint-ები ჩვენც ხო გქონდა იქ ფუნქციონალი იგივე გვაქვს რა. უბრალოდ იმის endpoint-ები რაც იყო, როგორი სტრუქტურითაც იყო, როგორი პარამეტრებით ყველაფერი რა. ეგ პარამეტრები ავიღეთ, ჩვენთანაც გადავმეპეთ ყველაფერი, ერთ-ერთი response-ები ზუსტად იგივე გავაკეთეთ და რა თქმა უნდა, ეხა იმათი search-ი თუ თქვა რაღაცნაირი იყო, ჩვენი რაღაცნაირია რა. იმედია დატაა სხვა. დატაა სხვა, მაგრამ ინტეგრატორისთვის გიფები ვისაც ქონდა რა, იმისთვის მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ რავი, გიფი დასერჩე და რაღაცა დაგიბრუნდა. თავი ეგ არ გახუჭდა რა. საიდან მოდის? ამას რამე კრეატორები. არა, კრეატორები რეალურად რა. იტვირთება, ხალხი ტვირთავს. ხალხი ტვირთავს. ხო, ძალიან ბევრი ტვირთავს, ჩვენ ძალიან ცოტა გვეუბნება. clip.com-ზე შედიან და იქიდან ტვირთავენ თუ ინტეგრაციებს, აი ჩატს. არა, ინტეგრაცია არა. clip.com-დან იტვირთება. აქამდეც გქონდა ადრე ძალიან ბევრი. ოღონდ ადრე როგორ იყო, იცი? რაღაც მომენტში იუზერები მარტივად შეგვიძლია აგეტვირთან. თავარი სახელი დაგერქმია, თეგი მიგენიჭებინან და აგეტვირთა რა. ეგრე გქონდა ადრე და ძალიან ბევრი კონტენტი დაგვიგროვდა და არის უიუზერ, ოღონდ არაფერი არ ვიცოდით, არ ვთხოვდით რეგისტრაციას და ეხლა უკვე მივხვდით, რომ იმიტომ რომ გთხოვენ, იმიტომ რომ კონტროლი ძალიან ბევრი რამე უნდა, მოკლედ თავიდან ყველაფერი მარტივი იყო რა. და ეხლა რაღაცა მოდერატორები გვყავს, მოდერაციის თული გვაქვს. ხო. რაღაცა რამდენიმე level-იანი მოდერაცია გვაქვს თქვა რა, რაღაცა შენ რო დაარივიუე გიფი შენი შეიძლება გადაიჩეკოს ვიღაცასთან და თუ აცდენა მოხდა, კიდე ვიღაცამ გადაჩეკოს და მოკლედ აი როგორც ტექნიკურ დირექტორს შიგნით გუნდში დეველოპერთან, რამდენი დეველოპერი ყავთ ეხლა? არ ვართ ბევრი სხვათა შორის, ეხლა ვართ დეველოპერი ვართ 9. ჩემი ჩათვლით 10 ხო. 10. აქედან 2 AI-ის არის, ცალსახად AI-ის მხარეს აწვება. AI-ის მხარეს ეს გაქვთ რამე ინტერესები? ხო, კი, ჩვენ გვაქვს AI emojis გენერაცია, AI GIF-ის გენერაცია და პლუს AI search-ს ვაწევთ ახლა. API-ს იყენებთ, როგორც ხარ. რაღაცებში ვიყენებთ, მაგრამ ისე ჩვენ მოდელს წერთ რა. emoji-ებზე ჩვენი გვაქვს ვაფშე. ჩვენ რაღაც data-ზე დავატრენინგეთ. რაღაცა ვასწავლეთ და prompt-ის მიხედვით რეალურად იგივე სიზავს თქვა Gemini-იც და OpenAI-ც, მაგრამ დიდი ერთი და ჩვენებური რაღაცა სტილი ავიღეთ, თქვა
იმას ვამუშავებთ რა. მოკლედ ან რაღაცებს ხვეწ და ნუ ერთ-ერთი მთავარი არის კიდე search-ი რა, ანუ search-ი უნდა ჩავდოთ, ეხლა თუ რაღაცა ტექსტური search-ი გვაქვს, მარტო და გაზიარებების მიხედვით რაღაცები რანკინგები იცვლება, ნუ ეხლა გადავდივართ AI search-ზე უკვე რა და რაღაცა მაგნაცის semantic search-ზე. ხო, და ძალიან ბევრი პარამეტრით რომ ისწავლოს რაღაცა რომელი უფრო პოპულარულია, რომელ ქვეყანაში უფრო პოპულარულია, რაღაცა რომელი users უფრო რაღაცა უნდა გამოუჩნდეს და ასე შემდეგ რა. შეიძლება საინტერესოა ესე რომ უკვე AI engineering თემატიკა ქართულ სტარტაპებში არის რა, ძალიან პოპულარულია. ხო, ძალიან აუცილებელია. ხო გვაქვს შეიძლება რამდენიმე აი Helios მაგალითად AI სტარტაპია მთლიანად რა. არის კი ბევრი იყენებს და ძალიან კაია მივესალმები რა. კი. შვენიერი. იმაზე მკითხე და ხო, გაგაწყვეტინე. ხო, არა. კითხვა იყო რომ როგორ ეს 10-10 რო ვართ, რა ხდება. კი, როგორ ხდება აი ამათი მენეჯმენტი ასე რომ ვთქვა. ხო, იმით დავიწყებ რომ პირველ რიგში მე დარწმუნებული ვარ რომ ეს რაღაც მკაცრი agile-ები და რაღაცები არ ექნება და არ მგონია. დავიწყეთ ხათაშორის sprint planning-ები დავიწყეთ რაღაცა, ოღონდ რა თქმა უნდა ყველა ეს რა ქვია იმას ცერემონია ხო, ყველა ცერემონია არ ხონდა რა, რაღაცები დავსკიპეთ, მაგრამ ნუ ეხლაც გვაქვს ხანდახან sprint planning-ები, ოღონდ ეგრე აღარ ვარქმევთ. ჯირა გვაქვს, ჯირაზე sprint-ებს ვაკეთებთ, მაგრამ რაღაცა ორი კვირა დავგეგმეთ და ის sprint-ი არ შეიძლება ან გამორიცხულია რა, იმიტომ რომ არის რაღაცები, რაც აი ხა სახში რომ მივალ და მე და გივი საღამოს დავქოლავთ, ხვალ დილით შეიძლება სხვა რაღაცები გავაკეთოთ რა, იმიტომ რომ იქეთ ისეთი რაღაცები მოხდა, რომ აი აუცილებლად უნდა შევცვალოთ რა. შესაბამისად გინდა არ გინდა გვიწევს ამ sprint-ების შეცვლა, მაგრამ გეგმავთ რაღაცებს თუ რამე კრიტიკული არ გამოხდა, რაღაცა ვიღაცა რომელიც მას აიღო ერთი ტასკი, აკეთებს იმას ბოლომდე, მაგრამ თუ რამე გამოხდა, აუცილებლად ყველა ვერთვებით რომ ეგენი გავაკეთოთ რა. გაყოფილი აქვს პოზიციები ბექის ალკე, ფრონტის ალკე, თუ აი ნათიამ გითხრა მახსოვს რა, რომ full stack-ებიც ყავსო, იმიტომ რომ ცოტანი ვიყავითო მაშინ, როდესაც პატარა იყო Helio და ცოტანი რომ იყო ისეთი სიტუაციები, რომ კომპანიას ძვირი უჯდებოდა ეს გაყოფის ნაწილი რა და ამიტომ ერჩივნა რომ როგორც ხდება ხოლმე ერთი full stack-ი ემუშავებინა, ესე თქვენთან ეგ როგორ ხდება? რა არის, ეს ჩვენ რო დავიწყეთ, ჩვენ ხო API-ს ვაწვევოდით უფრო რა. შესაბამისად, ანუ back-ს ვაწვევოდით ბოლომდე. ფრონტი არ წყავდა. ერთი თავიდან საიტები რაც გავა, ორი ვერსია ჰქონდა, ძველები და ეხლა მესამეა რა საიტის და ის ვერსიები, ანუ ესე პროექტად ჩემ მეგობარს დავუკვეთეთ, აგვიწყო ფრონტი და ნუ გავეშვით რა. დავტოვეთ როგორც ყო და ვაწვევოდით back-ს. შესაბამისად, ნუ back-ის დეველოპერები ყავდა, არა full, ნუ რეალურად ძველი ადრე full stack-ებად მუშაობდნენ, მაგრამ ეხლა 2019 წელს რაღაცა ფრონტში აკეთე, დღეს გაცლებით სხვაგან არიან რა. ხო და ნუ ამიტომ ჩვენ გაყოფილი გვაქვს რა. back-ები მეც ჩემთვის back-ად ვარ, იმიტომ რომ კი ორივე მესმის ეხლა ძალიან კარგად უკვე მიწევს. მაგრამ ნუ მაინც back-ს ვაწვევით, ვიღაცები front-ს. რამდენიმე დეველოპერი ფრონტს, იქეთ AI-ს თავისებურად, AI-ს მე ბექები ასაპორტებენ, რაღაც ჩვენგანაც ჭირდებათ და რაღაცნაირად ამ ყველაფერს ჩვენი პროექტ მენეჯერები და იქ CEO და რაღაც ხალხი ვინც ვართ, მოკლედ ვინც ამ ყველაფერს ვკურირებთ, ამ ყველაფერს რაღაცნაირად თავს უყრით, რომ პროდუქტში გარდაიქმნას რა. ვცდილობთ. ძალიან იმედია გამოგდის. ძალიან კაი. ოკეი, კლიპიზე ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, ძალიან საინტერესო იყო ეს ყველაფერი. სანამ ბოლოსკენ გავალთ და რაღაცები, თორნიკემ დამიბარა, რადგან დღეს არ არის ეგეთი რაღაცა, რომ მამობაზე მოაყოლეო რა. აი, ეგეთი რაღაცა ვიტყვა, რომ ამდენ რამეს რა აკეთებს ამ კლიპში, CTO, რაღაც ტექნიკური გადაწყვეტილებები, ნუნდების მენეჯმენტი, ამერიკაში ქოლები. აი, მამობას ვიცი, რომ თან ძალიან ხარ ჩართული შვილის აღზრდაში რა. აი, როგორ აი კითხვა. რავი, არ ვიცი. არ ვიცი ზუსტად როგორ. აი, რამდენად შეიცვალა შენთვის, აი, მივწერენ დასაწყისში ვსაუბრობდით, სანამ საწერას დავიწყებდით რა და აი, დრო არ მრჩებაო, რომ წიგნი წავიკითხავ, აი, ეგეთი რაღაცა თქვი რა და აი, კარგა ხანია. კარგა ხანია, ხო. როგორ შეიცვალა შენი დეველოპერული ცხოვრება ბავშვის მერე? ალბათ ყველა მამის, ანუ ეგრე იქნება ყველასთან ალბათ. ანუ ბავშვი გაგიჩნდა და პირველი რაღაცა თვეები საერთოდ იყო, რომ მე სახლიდან ვიყავი, ნუ ხანდახან მივდიოდი რა და აი ბავშვთან აი მაქსიმალურად ახლოს ვიყავი რა. ხო და მე უკვე აი ბავშვიც რო გაიზარდა, რეალურად ის დრო აი სტარტაპის ცოტა სხვა ტიპია რა. მე ხო არ ვიყავი აი 10-დან 7-მდე არ მუშაობ რა. შესაბამისად, თან remote-ად იყავი თავიდან. არა, ეგ მე როცა ბავშვი გამიშთა უკვე ოფისში ვარ. კი, ოფისში ვარ, თან უკვე ანუ არ ვიცი 4 კაცი მაინც ყავს რა მინიმუმ ალბათ. ანუ უკვე კარგად ვართ. კარგად რა, ანუ
რაღაცა გეგმავთ რაღაცებს რა და ხო და მოკლედ აი სტანდარტულად 10-დან 7-მდე არ ვარ, არც ეხლა არ ვარ, არც აქამდე არ ყოფილი ვარ. იმიტომ რომ სტარტაპია, ჩემია და რაღაცა ნებისმიერი თავის, ანუ სანამ ბავშვი მეყოლებოდა ნებისმიერი თავისუფალი რაც ხონდა, ეს მე და ჩემი მეუღლე თუ არ ვიყავით სადმე, სახში თუ ვიყავით არაფერს არ ვაკეთებთ, არც ვჭამთ არაფერი. ანუ ეხლაც რა, ანუ ფიქრობ რაღაცა გონება ბექგრაუნდში სულ ეგ მაქვს რა. მაგიტოა ძალიან რომ მიკვირს აი ვიღაცები ვინც ორგან კი მყავს მეგობრები რა, რაღაცა ზოგი 4-გან მუშაობს, მაგრამ ძალიან მიკვირს, იმიტომ რომ მე თუ აი სადმე მუშაობ რა, იყო მომენტი აი სტარტაპს და full time სამსახური მქონდა და ძალიან მიჭირდა, იმიტომ რომ რაღაცა ჩემი გონების ერთი ნაწილი იქეთ საქმეზე ფიქრობდა და მეორე აქ და ეგრე მიკვირს ეხაც რა ვიღაცები რომ ეგრე ახერხებენ, მაგრამ გაგიმარჯვოთ ღმერთმა, ვინც ახერხებთ რა. ხო და აი მაგის გამო რეალურად დრო მოვაყდა რა თქმა უნდა სტარტაპს რა, იმიტომ რომ ნებისმიერი თავისუფალი დრო რაღაცა 24 საათიდან პირობითად 8 თუ მეძინა, მაგრამ არ მძინავს არასდროს 8 და რაღაცა რაც მრჩებოდა ეს ამდენი საათი 16 საათიდან 14 თუ რაღაცა გონება მინიმუმ მაგაზე ფიქრობდა, ეხლა მაგნეს ვეღარ, იმიტომ რომ თავიდან კიდე შედარებით მარტივი ვიყავ ილიას რო დილით ვასეირნებდი თქვა, უეჭველი რა, თან პარკთან ახლოს ცხოვრობთ და დილით რაღაც მომენტში ჩემაშვილმა დაამუღამა რომ ერთხელ გაიღვიძა, კაი ამინდი იყო და გავიყვანე გარეთ 7:30 იყო და მეც მესიამონა აი გაზაფხულიდან ზაფხულში რო გადადიხარ რა. მეც მესიამონა მეთქი მეღვიძა, ფხიზლად ვიყავი და გავედი. და იმ დღის მერე 6 თვე რაღაცა ჩემი შვილი იღვიძა და 7:30-ზე. აღარ იძინებდა რა. და რატომღაც ეგრე ავტომატურად მოხდა ისე რომ ჩვენ გავდიოდით, ჩემი მეუღლეს ეძინა და რაღაცა ეს პირველი 2 საათი თუ რაღაცა ერთ ჩაძინებას კიდე ჩავაძინებდი გარეთ და მე შემოდიოდი, შევჭამდი მივდიოდი რა. რაღაცა ეგ რეჟიმი ავაწყეთ და რთულია. ანუ კითხვა თუ ეგ არის რომ მარტივია თუ რთულია, რთულია. მაგრამ აი საინტერესოც არის. რაღაც მომენტში ნოსტალგიურიც არის რა. აი არ ვიცი, ცოტა სიტყვები ძალიან რთულია რა, იმიტომ რომ თან გიჭირს, ანუ ეხა მაგალითად ჩემი დღევანდელი რუტინა ისეთია, რომ ყოველი დღე რა თითქმის არ ვიცი, ხანდახან მეც მიკვირს ჩემ ხებს უთქვამთ, რომ რაღაცა როგორ ახერხებ, მაგრამ ხანდახან მეთქი რა ვია ჩვეულები რა პრობლემა 4 საათი მძინავს, 3 მძინავს. ეჩვევი რა ორგანიზმი. ხო, ეჩვევი, მაგრამ იმედია სადმე არ დავასტოპებ რა. აი ხა მაგალითად ისე ვარ, რომ საღამოს ჩემი ბავშვი რო იძინებს, ну, ცუდია თუ კარგი არ ვიცი, მაგრამ ეგრე შეეჩვია თვითონაც უხარია, რომ ორივე აძინებს დედაც და მამაც. და დედაც და მამაც აძინებს არა ოღონდ, ანუ დედა აძინებს ბავშვს და ქმარს რა, ეხა ეგრე არის, იმიტომ რომ როგორც კი აი მოდი ილია დავიძინოს თქო ვიტყვით, თავს დავდებ და მე მძინავს უეჭველი რა. ანუ ეს სადღაც 1 საათი ალბათ ილიას დაძინების პერიოდში მეც ვითიშები რა. მე ვიღვიძებ და ასე ვთქვათ მეორე სმენა მეწყება იქეთ ამერიკაში და რაღაცა შეიძლება 4-მდე 5-მდე. ანუ ღამე გაქვს კოლები ეგრე. კოლები რეალურად ანუ კი ვარ, ეხაც ხანდახან რაღაცებს ჩართული, მაგრამ უფრო გივი და ფრენკი არიან იქეთ, იმიტომ რომ კოლი ტექნიკურად ნაკლებად არის ხოლმე რო არ მოგატყუო რა. ეხლა არის მაგალითად AWS-თან იყო კოლები რაღაცები, რაშიც ვერთვებოდი, მაგრამ ეგეთი კოლები იყო საღამოს, ანუ ჩვენი დროით 9-8, ზოგი ნიუ-იორკშია რა, ეხლა ყველა სან-ფრანცისკოში არ არის რა. მაგრამ უფრო აი გივისთან კოლები არა, უფრო კომუნიკაცია რა, შეიძლება კოლიც გააჩნია რა. ხო და აი ეგრე არის მოკლედ ანუ სამსახური, ну დილით ჯიმი ჩავსით ან რა რაღაცა მეთქი გავნიავდა, იმიტომ რომ სულ რაღაცა, მაგრამ ჯიმში რო ვარ მაგაზე ვფიქრობ ოღონდ. აი მაგაცები ხარ რა თქმა უნდა. დეველოპერი ხარ საერთო ჯამში მაინც და კიდე. მაგრამ ну აი ძალიან კარგია. რაღაც მომენტში ვფიქრობ, რა ყველა უნდა სცადოს რა, იმიტომ რომ ის რო რაღაცა იცი რომ ბავშვი სახში გელოდება ვთქვათ და რაღაცა სახში რომ მიდორ ვიდეოებს ვუღებ ყველა ჯერზე კარის გაღების დროს, იმიტომ რომ სხვადასხვა რაღაცებს ერთხელ დაამუღამა რომ ნატურა გადაიწვა. და მითხრა რომ მამა ნატურა გადაიწვა, ისა გამოცვალე ნატურა თუ რაღაცა და დაამუღამა რომ მითხრა ეს მივედი და იქნას გამოცვალე რა და ყველა მისვლაზე 1-2 კვირა მეუნებოდა რომ მამა ნატურა გადაიწვა და არ იყო ეს. ანუ რაღაც ეგეთი მომენტები და ეგ ძალიან რჩება, ხა ისეთი ტიპი ვარ ცოტა რა, ის სენტიმენტალური ეგეთ რაღაცებში და ეგ საინტერესოა რა. რთულია და საინტერესო. ანუ ფაქტობრივად ჯიმი არის ამ წამს შენ ის რაც გაბალანსებს, ხო ესე ვთქვა სტარტაპმა და ბავშვმა რო არ გადაგწონ ძალიან. ხო, კი. ნამბოლო დროს მე ვიცი რომ მუსიკა გიყვარს შენ და ბავშვობიდან დასაწყისში თქვი რომ იმაშია მღერიო რა. მღერი და ხალხურებს ოღონდ. ხო. მუსიკა მიყვარს ზოგადად, მაგრამ ხალხურებს ვერი კი, ფანდური რაღაც. კი. მაგრამ დრო არ მაქვს მაგის. რა ეხა მაგალითად გადავა რა არის, ფანდური და მაქვს მანქანით. ანუ სულ მიყვარს, ანმე თუ ვართ რაღაცა შინაურ სუფრაზე, სულ მიყვარს. ხა რო გითხრა კონცერტებზე გამოვალ თქო მოგატყუა რა. და შინაურად ანუ ყველა ჩემი
ანუ ახლობელი ვინც არის, ყველა რაღაცა ეგეთი წრი ვართ ყოველ შემთხვევაში, რომ აი ხალხურები გვიყვარს, ჩემი ოჯახი მღერის, ჩემი ბიძაშვილები ყველა მღერით რა. და ფანდური და მანქანით ორი მიზეზით. ერთი რომ სახში ადგილი არ მაქვს, იმიტომ რომ სულ სათამაშოებია რა. და მეორე მიზეზი არის რომ ფანდურს ვერ უკრავდი სახში, რავი, რაც ბავში გაჩნდა და რამდენჯერმე ესე ჩემი ოჯახი რო შევიკრიბეთ ბიძაჩემთან რაღაცა, ბიძაჩემო ფანდური სად არის და არ მაქვს, მე კი დამავიწდა და მაშინ გავიაზრე რომ სახში ტყუილა მიდევს ეს ფანდური, სადაც კარადასში მედო და აზრი არ ქონდა და ჩავდე მანქანაში და ეხლა საერთოდ ქვემოც მანქანაში მაქვს ფანდური, თუ სამე შემთხვევით მომიწია, იქ ფანდური თუ არა უეჭენ თუ მინდა რა. ერთხელ ჩემ ხალჭინას დავყარე ძალიან გთხოვდა ან მაინც. აქ ამოვიტანოთ. აი, რადგან ბოლოსკენ გავდივართ ვასკა, ეგეთი წესჩვეულება გვაქვს ტრადიციული, რომ რჩევა. რჩევა. რაიმე რჩევა, რასაც ეტყოდი ნებისმიერ სტარტაპერს, დამწყებ დეველოპერს, ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ამ სფეროში უნდა შემოსვლა. ერთი მე მგონი დასაწყისში ახსენე და დანარჩენზე. რომელი ვახსენე? ერთი თქვი ეგეთი, რომ ბოლოშიო ვიტყვიო, იმას რა ქვია, რომ კითხვის დასმაო, აი ეგეთი რაღაცა. ეგეც უნდა მე თქვა, ეხლა ვფიქრობდი. ანუ პირველი ის რომ აქამდე რაც მაქვს თქვენი ეპიზოდები ნახე, ყველა მაქვს თქონა ნახი მოგატყვე. მაგრამ რაც მაქვს ნახი, ბევრმა ურჩია ძალიან ეს წიგნები და რაღაცა, მესმის ძალიან კარგია. მეც რამდენიმე გავხსენი სხვათა შორის წიგნი რაღაცა და ვერ რა, ანუ არის ძალიან ხო თქვი წეგანა, ვერ ვკითხულობ. არის დრო არ მაქვს თუ უკვე დავბერდი საიმისოთ რომ ეგენი ვისწავლო, იმიტომ რომ არ წამიკითხე, მგონი არც ერთი ტექნიკური წიგნი რა არასდროს ესე ბოლომდე. ხო და შესაბამისად წიგნს ვერ გირჩევთ ხალხო, მაგრამ რავი თუ რჩევა შემილია, ერთი არის ეგ რომ კითხვა რავი აი დამწყებები თუ ხართ მით უმეტეს, ეხლაც მე ეგრევა რავი ნებისმიერ შენ რაღაცა მე რო არ ვიცოდი და შენ იცოდე, ეგრევე კითხავ, ანუ არ მომივიდება. დამწყებსაც და ისეც, მაგრამ ისე ცოტა ზემოთ ვინც არის უკვე იცის რომ კითხვა არ უნდა მოერიდოს რა და დამწყებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ უნდა იკითხო ყველაფერი. შენ სისულელად მიგაჩნია, არ მიგაჩნია, უეჭველი უნდა იკითხო რა. მეორე არის შრომა არის ძალიან მნიშვნელოვანი. არ ვიცი, გზაში შეიძლება თქვით რაღაც მომენტში, მაგრამ თელ ჩემ თავისუფალ დროს სულ უთმობდი რაღაცას რა. ანუ აი კაუნტერი რაღაც მომენტში ძალიან მალე ამოვარდა ჩემ ცხოვრებაში და სულ რაღაცას ვაკეთებდი, აი მაინც და მაინც მიზან მიმართულად, იმიტომ რომ მაშინ რესურსები არ იყო. რაღაცა უწვალობდი, არ გამომდიო და მეორე დღეს კიდევ უწვალობდი რა. სტარტაპერის მაინდსეტი. ხო, რა, ანუ უეჭველი უნდა აკეთო რა, რაღაცა უნდა აკეთო, არ უნდა გაჩერდე რა. შრომა აუცილებელი არის 100%-ით. ნუ საუკეთესო შემთხვევაში სწორი მიმართულებით. მაგრამ ეხლა თან კარგი ის არის, რომ აგერ ბევრი AI-ის ასისტენტი ყავს, YouTube-ზე ძალიან ბევრი მასალა დევს, Google-შიც გაცლებით, ანუ ეხლა ძალიან ბევრი რამეა, რესურსულად ძალიან ბევრი რამეა და შესაბამისად გაცლებით მარტივია რომ რაღაცები ნახო რა და ისე ძალიან ცუდად აღარ წვალობ რა. და კიდე ერთი, აი ხალხი ვისაც ის უყარს ვიდეო ტუტორიალების ყურება რა, მე მაგაშიც მოვიკოჭლებ, მაგრამ ერთი ადამიანი არის მოშ ჰამადანი, შეიძლება იცოდე რა, ანუ იგი და გეცოდინება. აი მაგ ადამიანის რა კურსიც ვნახე, კურსი არა, ვიდეო კურსი არც ერთი არ მინახია ბოლომდე. Teaching with Mosh თუ რაღაცა. ხო, Code with Mosh. Code with Mosh, ხო. ანუ ძალიან კარგია დამწყებებისთვისაც. რავი, ვიღაცა ჩემნაირი ტიპისთვის ვისაც უნდა ვთქვათ, DevOps-ის სწავლა კარგად რა. ძალიან კარგად ხსნის, ანუ არ ვიცი რანაირად ძალიან ინგლისურად ძალიან კარგად ლაპარაკობ თქო მოგატყუებ, მაგრამ რაღაცები რომ მიჭირს, ის კარგად ამბობს რა, რაღაცნაირად გებულობ. აი მოკლედ ძალიან კარგი ტუტორიალები აქვს, ვისაც უნდა შეუძლია ჩაუჯდეს, თან იაფად აქვს, ხანდახან აქციებიც აქვს რაღაც ძალიან კარგი. და კიდე რა, სტარტაპზე მინდა ვთქვა, რომ სტარტაპს ვინც იწყებს, აი წეღანაც ვთქვი და კიდე გავიმეორებ რა. არასდროს, ნუ ჩვენ ეგრე მაგ პრაქტიკით მოვედით და ძალიან კარგია რა. არასდროს არ უნდა გააკეთო, რომ აი რაღაცა 5 წლის მერე რო აქვიქნები, მოდი ეხლა მაგისთვის რაღაცა გავამზადო რა. ანუ ეხლა რო გჭირდება რაღაც, აი MVP-ს ამბავში რა, ეხლა გჭირდება რაღაც ცოტა მეტი გააკეთე, მერე კიდე დაგჭირ და კიდე მეტი გააკეთე, რომ თან პროგრესი გზნობ, თან აი мотиваცია არ გივარდება, იმიტომ რომ ის შეიძლება ვერასდროს ვერ გააკეთო. და ან ძალიან ნელა გააკეთო, ისე დროს მორჩე, რომ მოკლედ აზრი აღარ ქონდეს ამის კეთებას რა. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი სტარტაპში. რთულია, გამოწვევებით სავსე არის, ბევრჯერ შეიძლება ჩაიფინიო ხელი, კი. სტარტაპი ეგ არის, ანუ ეხლაც რაღაცა კარგ ეტაპზე რო ვართ ჩვენ თავს რო ეძახით, მაინც მე და გივი რო ვლაპარაკობთ, ანუ ბეწვის ხიდზე გავდივართ. რისკი არსებობს. ანუ ყოველთვის არის. სანამ ავიცი არ დახურავ და თამკაში არ გახვალ. ანუ უნდა გარისკოს.
კი, აუცილებლად. თუ უნდა სტარტაპის კეთება, უნდა გარისკოს რა. სამსახურიდან წამოსვლა შეიძლება მოგიწიოს, როგორც ჩვენ მოგვიწია, რაღაც მომენტში შეიძლება უხილფასოდ იმუშაო, მაგრამ თუ გინდა, ყოველ შემთხვევაში აუცილებელია რა. აი თუ გინდათ რომ ესეთი მაგარი ტექნიკური დირექტორი გყავდეთ, ასევე გეტყვით რომ ვასკა აიძებს backend engineers და შეგიძლიათ გამიხარდება. კი, კლიპში სხვათა შორის ვუდევთ LinkedIn-ზე, სადღაც შეგიძლიათ ნახოთ და გაიარეთ გასაუბრება ვასკასთან. გამიხარდება, თუ ვინმე კარგი დეველოპერი. კი. და ჯერ არ გვაქვს რაღაცა სტაჟირებები, მაგრამ ეგ რო გვექნება, მაგასაც აუცილებლად დავდებთ და იმიტომ რომ ძალიან მინდა უბრალოდ მაგაზე ერთი ადრეც ითქვა მგონი რომ ძალიან მიყვარს სწავლება, მაგრამ აი რესურსი უნდა ძალიან დიდი. და აი კომპანიას უნდა კონდეს მაგის რესურსი რომ ვიღაცამ გამოყოს დრო და სტაჟირება კონდეს თქვა რა და აი სტაჟირება ძალიან მინდა ეგ დრო ხო რეალურად კომპანიას აკლდება და ერთგვარი ტრეიდ-ოფია რა ასე მესმის რომ მაინც კომპანიაში ისხმევა ახალი კადრების სახით, მაგრამ მაინც ის რესურსი რაც C-levels ეხება, მაინც აკლდება რაღაცას. კი, თან არა მარტო ეგ რესურსულად ერთი ისა კომპანიაში ისხმევა ერთია, მაგრამ მეორე ძალიან მაგარი მომენტი არის, აი მაგას მივხვდი უნივერსიტეტში რო იცოდე რომ სწავლების დროს აი რაღაცა თემას ნებისმიერს. აი ხა რა თემაზეც მუშაობ თქვათ რა. ვამბობ რომ რაღაც კარგად ვიცი, ხო? აი ეგ რო ვიღაცას ავუხსნა, რატომღაც მაგრა ვხვეწა უფრო იმ თემას, უფრო რაღაცებს პოულობ, მინუსებს ვნახულობ, რაღაცებს უფრო მე ვპოულობ ჩემი ახსნის დროს რა. და აი ეგ მომენტი ძალიან კაია, მაგიტომ მინდა ხოლმე რომ აი სტაჟირებები გქონდეს, მაგრამ ისევ იქ რესურსთან მივდივართ რა. ერთი რომ მოკლედ კადრი რომელსაც აღზრდი შენთან დიდი ალბათობით დარჩება, ეგ პლუსია და მეორე ის რომ ვინც აუხსნის, არ არის აუცილებელი მე აუხსნა რა, ბევრი კადრი ყავს შენ, ვინც აუხსნის, ის უფრო განვითარდება რა, ეგ ორი პლუსი აქვს, მაგრამ რესურსი გაკლდება და აი მაგის იდეაში უნდა იყოს. მე ძალიან ბევრი ვისწავლს, ხოთა შორის ლექტორი როცა ვიყავი იმ პერიოდში, ცალკე სკილებია რა, როგორ მიუდგე ადამიანს, როგორ უნდა აუხსნა, როგორ უნდა ესაუბრო. ნუ ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია და ჯერ რა კლიპში გაუცილებლად გამოგივით. მედია. კი, აუცილებლად. მადლობა ვასკას. მშვენიერი ეპიზოდი იყო. მეგობრებო, შეგახსენებთ რომ ჩვენი სპონსორი არის Texi. Texi არის software developer-ული კომპანია და მადლობა Texis. ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში. კარგად. კარგად.